გამარჯობა. დღეს 2025 წლის 3 იანვარია და რამდენიმე დღეში თქვენ მოისმენთ ინტელექტის კომპლექსის მე-7 ეპიზოდს. პირველად ჩანაფიქრით, გასული წლის ბოლომდე ჩვენი გადაცემის ერთი სეზონი უნდა დაგვემთავრებინა, მაგრამ 28 ნოემბრიდან დღემდე საქართველოს და მისი მოქალაქეები მოიცვა ამბოხის ახალმა ტალღამ. ქვეყნის პოლიტიკური კურსის 90 გრადუსით უკვე გაცხადებულად და ეჭვშეუტანილად ატრიალებამ გამოიწვია პროტესტის კერების გაჩენა საქართველოს 40-ზე მეტ ქალაქში. ამათგან ყველაზე მასშტაბური პროტესტი კი თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარეობს. 28 ნოემბრიდან დღემდე იქ რუსთაველის გამზირზე სტაბილურად დგას 100,000-ზე მეტი ადამიანი. სისტემის სახური პოლიცია აპატიმრებს ასობით ადამიანს, სემს და აწამებს მათ, ზოგიერთს კი სისხლის სამართლის მუხლით სვამს ციხეში. ჟურნალისტებსა და ოპერატორებს უსწორდებიან ნიღბიანი ახალგაზრდები. ცეცხლი უკიდია ნაგვის ურნებითა და ბიტკოინის შესარცხი აპარატებით აშენებულ ბარიკადებს, ხეებში, ბზის ბუჩქებში თუ ეროვნული მუზეუმის შენობის კედლებში და მისი არწივის ნისკარტშიც გამჯდარია მახრჩობელა გაზისა და პიროტექნიკის სუნი. პარლამენტის შენობა არის ჩამქრალი და მასზე ფიფქების უხერხული სლაიდ-შოუ გადის. იწვება მწვადები და იწვის კუბოები, დუხს სისხლი და ჩაიდნები. ფისამოყვარულები თუ ანგლისტიკის დოქტორები აწყობენ საერთო მსვლელობებს. იაფარულავა ღომის ქერქით დგას და უწვერულ პოლიციელებს სოლიდარობის ჯაჭვით ჩაბმას აიძულებს. ეტალონის კაცი კი -4 გრადუს ყინვაში ჩოხით და რუპორით დარბის, რათა აქციის მონაწილეებს გამხნევებელი სავარჯიშოები გააკეთებინოს. მოკლედ, ჩვენც ამ პროცესით ვართ მოცული ჩვენი მთელი ცხოვრებით და ეხლა ერთი თვის თავზე და ცოტა მეტში ძლივ შევძელით ესეო მიკროფონთან დაჯდომა და თქვენთან საუბარი. და დღეს ჩვენთან ერთად ინტელექტის კომპლექსს დაგმართებთ კეთი სართანია, სოციოლოგი, ისტორიკოსი და რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, stand-up თბილისის ერთგული გულშემატკივარი. ჩვენი open mic-ები, ჩვენი ღია მიკროფონების ხშირი სტუმარი და მაყურებელი, რომელიც ეხლა აღარ ცხოვრობს საქართველოში. მაგრამ ჩამოსული არის ცოტა ხნით თბილისში და გვესტუმრა ინტელექტის კომპლექსში და გამარჯობა კეთი და მადლობა რომ მოხვედი. გამარჯობა. როგორ ხარ? სალამი. ეგრე არავის არ წარუდგენი ვარ თბილისის stand-up-ის ხარდამჭერი. ხო, აბა. ინტენტობა არის, მაგრამ იქაც გიწევთ ხოლმე რეკომენდაციას ვინმე თუ მოდის, ყველა სხვა გზავნი არ ვიცი მოდიან თუ არა ბოლოს, მაგრამ შენ ძირითადად ინგლისურზე დადიოდი, ხო? ორივეზე დავდიოდი. ყველაფერს დავდიოდი ხოლმე რაც. ანუ ხუმრობები რომ მეორდება და მანდაც ვიყავი ხო. ამას ამოვიჩნეთ. სულ არ ვამბობთ ხოლმე რომ გამოგვიწერონ და გვალაი. თქვი მე. ხო თქვი. თქვი ცოტა ომახიანა და ეგრე ვინ მე და ონისე ვარ ძალიან არსებით ინფლუენსერები წიგნის ფესტივალზე წავედით, ისაც მივდიოდით და მოდია რამე ჩავწეროთო, რასაც ვიყიდითო და რომ მივედით, ვიყიდეთ ეს წიგნები და მე შევკრცვა იქ. კავერი დადგომა და აღარ გავაკეთეთ. და მე რო თქვით რომ კაი, ხა ეს წიგნები ხო ვიყიდეთო. სადმე კაფეში ჩავწეროთ აქვეო. მე ეგეთ შევკრცვა, მე წავედით ამირანში, კინოთეატრ ამირანში, მაგ დღეს და იქ ჩავწერეთ მობილურით მიკროფონის გარეშე, ხმაური იყო, მე მაგის დადებისაც შევკრცხო და მოკლედ ვერაფერი ვერ გირჩიეთ ხო? ვერაფერი ვერ გირჩიეთ წიგნის ფესტივალზე, იმიტომ რომ თან ეგრო შევკრცხო და მე რომ ახსენდება რეები გვაქვს სცენაზე გაკეთებული. ხო, ანუ სცენაზე თუ არ ხდება რაღაც იმის გარეთ ძალიან კომპლექსიანი ტიპები ვარსა. იმიტომ და არ ქვით გადაცემას ეგრე, იმიტომ რომ მე ვერ მივხვდი ბოლომდე შინაარს. კი ახსენით ერთხელ რა სადღაც, მაგრამ ინტელექტის კომპლექსი რა თქვია? არ ვერ დამარწმუნეთ. მე მაინც მგონია რომ ჩვენთან ხშირად ვინც დადის განსაკუთრებით აი ქართული stand-up-ი რაც უფრო პოპულარულია და ვიპოვეთ ყველამ ჩვენი ნიშა, რასაც მოვახტით. მე მაქვს ხოლმე აი მაგის კომპლექსი, რომ ვიღაცა მოისმენს და უიამას ინტელექტის კომპლექსი ქონია. იტყვის. იმიტომ რომ ისეთ ბუნდოვან ალუზიებს მოიხმარს ხოლმე ანა სიხარულიძე მაგალითად, რომელიც მის გარდა არავინ იცის და მე უკვე ჩდება ამის თქმის აუცილებლობა, რომ ამას ინტელექტის კომპლექსი აქვს და რატომ დავტოვოთ ვიწროწრეში, გადავდოთ ხვებსაც. თან ვაღიარებთ რა, აი ტირიონი რა ეუბნება ჯონ სნოუს, რომ არასდროს დაივიწყებენ ხარ, იმიტომ რომ სხვები არ დაგივიწყებენო, შენ თვითონ დაატარო შენი ეს ინტელექტის კომპლექსი. ანუ ვიღაც ტიპი რო იტყვის ახლა
შენ ინტელექტის კომპლექსია, რომელმეც კი გადაცემა მაქვს, რომელსაც ინტელექტის კომპლექსი ქვია, აგერ. მაგრამ აი მაგითო ქვია რა. შენ შესავალში. ხომის ქერქი რო თქვი. ვიცოდი რა. ვიცი მაგის არავინ არ სპეციფიკური გამიშვებს ტერმინი, მაგრამ ხალხი საქართველოსთან რო ეგ არ შევასწორო თუ არ თქვა, იმიტომ რომ არ შეიძლება ხომის ქერქის საძახება. ნახვაწა. რა ქვია? ნახვაწა. ნახვაწა. აუ. ჩურჩხელა იგივე ქართულის ყველაფერზე ხო შეგვიძლია გავეულოთ პარალელად მსოფლიოს და მაგალითად ეგრემობ რომ მეგრული ჩიფსია და მართლა ჩიფსის ის აქვს რა. ანუ ეს დევს მოტეხავ, შეიძლება გაჯიკაში ჩააწო, როგორც რა vicი, გვაკამოლეში ჩააწობენ ნაჩოს მექსიკაში და ჩვენ ჭამ და მაგარია. ნახვაწა. ნახვაწა. აი, ხომის ქერქი რო თქვი და არა ნახვაწა, შეიძლება უკვე ერთი ორი ნაბიჯი წინ გადადგმული რომ ინტელექტის კომპლექსი აღარ გაქვს. შეიძლება ვამარცხი, მაგრამ თან რა იცი იქნებ დაუტოვე ქეთის ეს პრივილეგია რომ თავისი ის დაეცვა. არა მე მგონია ეს ხო, ეგ არის. მადლობა. ქეთი როდის ჩამოხვედი საქართველოში? რო ჩამოვედი, მივხვდი რომ ცოტა შეცვლილი ამბავი, შეიძლება სხვა კითხვის დასმაგინდოდა რაღაც ეს ხმა, მაგრამ ხო, ანუ სადაც მოდიოდი, ის არ იყო, სადაც ჩამოვედი. ნუ, ერთი ხო, მეც მაგალითად მე ვხედავ იმისა, რომ აქვე რაც მიმდინარე თემებზე შენ სტატუსს ველოდები ხოლმე კი. ხო და რა მხრივ არის შეცვლილი? აი, განწყობები, ცხოვრების წესი. როდის წახვედი ეგეთ როგორ თემა? შარშან, უკვე შარშან იანვარში წავედი. ექსლის. იანვარში. მაგრამ იმდენი რამე მოხდა ამ ერთ წელში. ხო, ქვეყანაშიც, გლობალურადაც და ალბათ ყველა ცხოვრებაში, რომ ძალიან დიდი დრო გამოვიდა ერთი წელი. ეხლა რა თქვი, საუბარშიო. ნატალი სამ გამოვიდოდი, ჩემი მეგობარი ამბობდა, რომ რამდენი მილოცვაც მივიღეო, ყველა არისო პოლიტიკურიო რა. ანუ stand-up თბილისის საერთო ჩატში რაც დავწერეთ, ყველა იყო რუსეთის მარცხს გისურვებთ და ასე შემდეგ. და მე დაამატა, რომ ანუ მშვიდობას რომ მისურვებენო, მანდ ვიძაბებიო, იმიტომ რომ ვერ ხვდებიო რომელი მშვიდობაა ეს კოცების მშვიდობა იმათი ნარატივიდან თუ გულწრფელად მშვიდობას გისურვებთ. ტექსტ მომგონი. ხო და უფრო კონკრეტულად რა შეიცვალა? რას ფიქრობ? პირველი რაც შემჩნია დროშები იყო უმწერე ქუჩაზე, ჩემ ქუჩაზე სადაც ცხოვრობ, ევროკავშირის, უკრაინის და საქართველოს დროშები იყო გამოფენილი. ბევრგან მე სხვა ქუჩებზეც ვნახე, რაც თუ ადრე იყო 26 მაისი იყო ხოლმე ეგეთი დროშები და ეხლა მივხვდი რომ ყველას უბრალოდ პერმანენტულად აქვს, მაგრამ ეგ ცოტა მაშიც არის, ბერლინშიც არის, სახლებში უკიდია თოღონდ. ქართველებს, უკრაინელებს, ანუ ეგ იქაც არის რა, ეგ ამბავი უბრალოდ შიგნით სახლში კიდია ხოლმე ოთახში. მეორე არის ის, რომ ადრე რო იყო, რომ საღამოს საწავიდეთ და რაშვებით, კითხვა აღარ არის, იმიტომ რომ ყველა აქციაზე არის. ანუ სად უნდა წახვიდე, აქ ვარ თუ და კითხვა არის ხოლმე ეგეთი, რომ აქ ხარ თუ მოდიხარ და აქ ხარ არის პარლამენტის წინ. ეს მარშები რო იყო, შენ რა შეუერთდი, ანუ მაინტერესებს შენი იდენტობა რა არის? ჩემი პირველი მარში იყო ნეგრელების მარში. უბრალოდ ისე დაემთხო, რომ წინა დღეებში არ მეცალა, მაგრამ მინდოდა მამების მარშზე წასვლა ძალიან. შენაზე იყო. აღონდ ისე არა რომ მოხვდი, ხა მე IT ხალხის მარშზე მოხვდი და მეთქი ცეცხლი არა მეკიდოს უცებ. მე როგორც კოპერაიტერი თუ რაღაცა ვიყავი კრეატივ შიგების მარშზე. კრეატივ შიგებზე ჩავაგდა? რა? ხურდა. ხო. ან გამოსწორდი. შემოქმედებით. ანუ კრეატივ შიგები ვართ ჩვენ. სად ვიყავი კიდევ? ხელოვანების მარშზე ვიყავით. ხელოვანების მარშზე ვიყავით ერთად როგორც stand-up კომიკოსები. ეგ იყო ძალიან გათვლილი, იმიტომ რომ ჩვენ ვერ ვხვდებით ხოლმე სად უნდა წავსულიყავით. ანუ გართობის ინდუსტრია თუ ხელოვანები. რა თქმა უნდა, გვინდა რომ ხელოვანები ვიყოთ. და მე მაგალითად ძალიან ვცდილობდი, რომ სალომე ჯაში მიდიოდა და იმასთან ახლოს მეულო, რომ მე ვინმე რომ მეტყო და რა ხელოვანი და ფოტოზე სალომე ჯაშთან ერთად ვარ. და ესე ვდიე უკან ხო, მასას. კაი, აურალამაზი მარში იყო. და ხო, კიდე ეგ შეიცვალა ჩემთვის, რომ ძალიან შემოქმედებითი გახდა ეს პროტესტი და ულამაზესი ბანერები არის, ძალიან სხარტული. ეხლა რუსული კანონის აქციები ხო რამდენი ხანი გრძელდებოდა და ორჯერ ამოტრიალდა და
აი მე ყველაზე ერთი კარგად რაც დამახსოვრდა, ისეთი სასაცილო ბანერი ქუთაისში იყო, რომ ყველა რუსს ერთ ქვაბში ნუ მოხარშავთ, მეორეც დაადგით ერთ კაცს ეწერა ეს და ძალიან კაი იყო მართლა, აი როგორც კოპირაიტერს ხელები ამიწევია. მაგრამ ეხლა იმდენია ეს აღარც მახსენდება თითზე ჩამოსად, იმიტომ რომ აი მართლა ძალიან ბევრი ის იყო და ყველა რაღაცა პასუხისმგებლობას გრძნობდა, რომ თავისი ინდუსტრიიდან თუ საქმიანობიდან გამომდინარე რაღაცები მოიფიქრებინა, მეგრული ხუმრობები, იმერული და მე იქ კახელების კინებები და ეგ არის შენი სოციალური მედია ალბათ რა, ეხლა Instagram-ის store-ზე ყველა ვცდილობთ რომ რაღაცა შემოქმედებითად მივუდგეთ რა და გაგვივარჯიშდა რაღაც დონემდე ეს შემოქმედებითი და შენი ფავორიტი ის იყო რამე წარწერა ან თუ გახსენდება რაც მოგეწონა ესე გამორჩეულად არაფერი მახსენდება მე ჩემთვის ერთი სიტყვა იყო არ ვიცი ბანერზე ეწერა თუ მე მელანდებ ან მე ეგრე დავიმახსოვრებ ბანერზე იყო არ ვიყავი თბილისში მაშინ იქიდან უყურებდი მე მგონი იქ ქონდა ვიღაცას ბერლინში ეწერა ბოლომდე და ეგ სიტყვა ძალიან ძვირფასი არის ჩემთვის არანაირი კრეატიული ის არ არის, მაგრამ ყველაფერი ერთად არის მაგ სიტყვაში ჩატეული. ეხა ჩანდა რომ ყველა ანუ თან სფერო ან რაღაცა ეთნიკურობა ან ასე შემდეგ აცნობიერებდა საკუთარი თავის ცნობიერება ქონდა ის რაც შეიძლება სტერეოტიპულად სასაცილო იყოს და გამოგს ბანერზე. და ეგ აქამდე არ მინახავს. თუნდაც აი კახელები ვირები ვართ და იცოდე, ანუ ვირი არ დაგვისვათ პრეზიდენტად თორე ხო იცი რაც მოხდება მერე. და მეგრელებთანაც მინახავს ესეთი რაღაცები, ანუ რაც როგორ გითხრა, აი ომის დროს რო ყველა თავისი ალამით მოდიოდა და გერბით რაღაც ესე წამოიღეს ამ ხალხმა თავის კუთხეზე გავრცელებული სტერეოტიპები და ანეკდოტები რა. და ძალიან ესეც საინტერესო მომენტი იყო მაგ თვალსაზრისით. ესე ბერლინი რო ახსენე და იქ წარწერებიო. ერთ-ერთი წიგნი რომელიც ფესტივალზე ვიყიდეთ მე და ანა მე რო შეგხვდა და ვერ ვილაპარაკეთ მაგას. თუ გაქვს საკითხული ძალიან ის არის ოღონდ სპეციფიკური ენითაა დაწერილი სამეცნიერო ენით და მე ვერ გაუქაჩი და დავნებდი, მაგრამ საინტერესოა გივი მარგველაშვილის კედლის გაზეთის გაოგნებული მკითხველი ესე ქვია. და არის ბერლინის კედელზე დაწერილი საპროტესტო ფრაზების ანალიზი ფილოსოფიურად. ახალია ხო ეს? ახალი გამოცემული არის, ხო? მე მის შვილს ვიცნობ ანას და მისგან გავიგე ამ წიგნის შესახებ და მითხრა რომ ახალი გამოცემულია, იმიტომ რომ შეკრიბეს და ესე არ იყო ერთადაკინძული. არ მაქვს საკითხული და წიგნის ფესტივალსაც ვერ მოუსწარი, არ ვიცი როდის იყო, როცა იყავით, მაგრამ რაც ნახე გამოხმაურება ძალიან საინტერესო წიგნი არის. ჩემთვის განსაკუთრებით. ხო, ალბათ ის შენც თუ უნდა მეყიდა რამე მაგ ფესტივალზე მაგას გიყიდი, იმიტომ რომ არც მაყურებელმა თუ იცის სკეტს აქვს სტი გვერდი. უნდა რომ აუი. გინდა ეგ რო თქვას შეიძლება? კი, როგორ არის? Street Sentiments, ხო? კუჩის სენტიმენტები. კუჩი, ხო. კუჩის სენტიმენტები და ნუ რავი, ვისაც არ გინახავთ, გადახედეთ და მართლა ჩანს რაღაც. თან ყოველთვის მე რაც დავაკვირდი, ყოველთვის აქტუალურად ალბათ ბევრი გაქვს ხოლმე და მე მიმდინარე თემებთან დაკავშირებით ეგრე გამოვაგდებ ხოლმე რაღაცებს. მაგ დროს მიგზავნიან და აი რამდენი წელია 2017 წლიდან არის ეს გვერდები Instagram-ზე და Facebook-ზე. და რო აღარ გამომიგზავნონ ეგ ფოტოები, მოკვდება ეგ გვერდი, იმიტომ რომ მე ხა ჩემი თქორ დავიწყებ ფოტო დაწერას მაგედლებზე. რო აქ დავდო მე. ამიტომ 7 რამდენი წელი გამოდის? მერვე წელია. რაც ცოცხლობს ეგ გვერდი და უბრალოდ ხანდახან დრო რო არ მაქვს ცოტა უყურადღებოდ არის, მაგრამ აი თბილისში რო რაღაც ხდება პროტესტი, ან რამე ამბავი მოხდება, როგორც წესი წარწერა ჩნდება ხოლმე კედელზე და მე ვიღაც მიგზავნის მაგას და ვდებ ხოლმე. ხო, ის არის შეკრეთან რაღაც ფოლკლორი არის რა. ანუ ხო. ინდიკომ წიგნიც გამოსცა მაგაზე, ცხინვალის და თბილისის ქუჩის კედლები არის შედარებული, იქ შედარებით ნაკლები შინაარსი აქვს ამ წარწერებს რაღაც ჩანასახოვანი ფორმებია, მაგრამ იქაურებმა მოაგროვეს და აქედან ქუჩის სენტიმენტებიდან და ერთ წიგნშია თავმოყრილი. კედლების ხმაური ქვია თუ არ ვცდებ. ოდითგანვე მაწუხებდა და ეხა აღარ მაწუხებს, მაგრამ მაინც მაინტერესებს ეს კითხვა, რომ თქვენი აზრით რა არის
ქართველი ადამიანისთვის ფსკერის შეგრძნებას რა იწვევს, იმიტომ რომ ეხლა რა ვიცი, ბევრ აქციაზე მდგარვართ წინა მთავრობის დროსაც ჩვენი მშობლების თაობა, ამ მთავრობის დროს ჩვენ და ამ ხელმასშტაბების და ესეთი ხანგრძლივი და ესეთი ფორმებით ჯერ არ ყოფილა. აი მაგალითად რუსული კანონის დროს რატო არ იყო ამხელა, ანუ ძალიან დიდი იყო მაშინაც, მაგრამ ამხელა არ იყო მაინც. და ეხლა რატო გახდა ესეთი დიდი ეს პროტესტი რა? სხვათა შორის ეგ მაღიზიანებს ხოლმე მე მთავრობის დამოკიდებულებაში, რომ ნებისმიერ ამ პროტესტს უდგებიან როგორც უამინდობას და ავდარს, რომ რაღაც რამდენიმე ხანი იქნება და მერე ანუ რამდენიმე უნდა იწვიმოს ამ ლოგიკით არიან რა, მაგიტო არის ხოლმე, რომ არასდროს არ გამოდიან, არა აქვს მნიშვნელობა რას არ პროტესტებ, არასდროს არ გამოდიან და პირდაპირ არ ელაპარაკებიან ხალხს უკმაყოფილო ადამიანებს, იმიტომ რომ გაივლის რა, გამოვა მზე, ოდესმე და ესე ავდარის ის იყო, ასე უამინდობა იყო და მერე გაიყარა ეს ხრუბელი და მორჩა. და ეხლა მერე მივხვდით, რომ აღარ გვაქვს არაფერი დასაკარგი რაღაც მე ეგრე მქონდა, რომ აი რაღა უნდა მოხდეს. და როცა არაფერი აღარ გაქვს დასაკარგი, ეგ არის ყველაზე კარგი ფუნდამენტი ამბოხისთვის. მე მგონია, რომ ქართული გამოცდილების თუ ხასიათის კულტურის ამბავი არის ერთი, რომ ძალადობაზე რეაგირებს საზოგადოება და მეორე არის ის, რომ დრო სჭირდება ხალხს იმისთვის, რომ გაიაზროს რა ხდება. ჩვენთვის, ვინც აქტიურად ვართ ჩართული მაგ პროცესში, საინფორმაციო დონეზე იქნება აქციებზე სიარული, თუ თქვათ ისტორიული მოვლენების თვალყურისდევნება ყოველდღიურ რეჟიმში, სხვა ადამიანები არ არიან ესე. ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობენ, ანუ ყველაზე ბანალური ცხოვრების რეჟიმი აქვთ ადამიანებს, რომლებისთვისაც ალბათ რაღაც აზრუნავი არის მატერიალური საჭიროებები ოჯახის და თუნდაც უფრო პრიმიტიულად რო შევხედოთ, სხვა არ უნდათ ქუჩაში დგომა სულ და არ უნდათ პოლიტიკის ყურება, რაც რატო არის გასაკვირი, იმიტომ რომ რა არის ქართულ პოლიტიკაში საინტერესო, რომ თვალი ადევნო და გიხაროდეს, ან გაინტერესებდეს მინიმუმ მაგის იმოსმენა. ალბათ ჩვენ სიამოვნებით არ უყურებდით, რომ გავლენას არ ახდენდეს ჩვენზე, ხო, ეგ? არც უყურებდით, მე არ უყურებდი 2-3 წლის მაგალითად. ხო, მე სულ უყურებ, იმიტომ რომ როცა ჩავაბარე პოლიტიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებებზე თსუ-ში ერთ-ერთი არ ვიცი როგორ არ უნდა უყურო საინფორმაციო სივრცეს და ადევნო თვალი, მაგრამ ეს ხო არ არის მთელი საზოგადოების საქმე, ისე როგორც ჩემი საქმე არ არის სტომატოლოგობა, რაღაც ესეთი კონკრეტული საქმე არ არის სხვისთვის, მაგრამ მან რაღაც მოქალაქეობის საკითხი ჩნდება ქართველებს რო ამბობთ, ცოტა მე მგონი დაძლევისკენ მიდის რა, ეგ მიდგომა, რომ საქართველოს მოქალაქეები, რომელზეც ახდენს რა ეს პოლიტიკური პროცესი გავლენას, თითქოს მაგის გამო უნდა დაინტერესდეს, ხო, რაციონალური ეგეთი შეიძლება გქონდეს, რომ რატო არ ინტერესდები. აი ეხლა რაც მიდის ხოლმე სოციალურ ქსელში, რომ აი როგორ შეიძლება არ გაინტერესებდეს რა ხდება, მაგრამ რაც აქ რაც რო ჩამოვედი და რო ვუყურებ აქაურ ყოველდღიურობას, იმ ხალხის უფრო მესმის, ვინც შეიძლება არ ინტერესდებოდეს პოლიტიკით და ყოველდღიურობით და ქუჩაში რა ხდება. განამიტომ მესმის რომ ვეთანხმები, უბრალოდ ვიზიარებ, რომ რაღაცა სხვაც არსებობს გარდა იმისა, რაზეც ჩვენ ვლაპარაკობთ ყოველდღე და ეგ სხვა ამოსახსნელი არის ჩემი აზრით, რატო ხდება ეგრე. რაზეც მე ბოლომდე პასუხები არ მაქვს, მაგრამ მან კიდევ პარტიული ამბავი არის, რომ წინა მთავრობის როგორც ხდება ამ პროტესტის შეფუთვა. ეს ვინც ვერ მიხვდა, ქეთიმ გამოგვიცხადა, რომ ჩვენ მეო ბარბარიზმებს არ ხმარობ და ამ ხურდებს როგორც ავანსკია და ანაზღაურებას ისე წავიღებ. აბა როგორ მინდის საქმე? კარგად. ხო, მე იმის თქმა მინდა, უფრო სწორად იმის პრობლემატიზირება მინდა, რომ ცალსახად არ არის ხოლმე საკითხი, რომ თუ ამ ქვეყნის მოქალაქე ხარ, უნდა გაინტერესებდეს პოლიტიკა, კი, მეც ვეთანხმები მაგას, მაგრამ არ არის ეგეთი რეალობა.
და იმაზე არის ალაპარაკო, რატო არ არის ეგეთი რეალობა, რომ ახალგაზრდების დიდი ნაწილიც მათ შორის სხვადასხვა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებში თუ შეიძლება რომ მაგას ძალიან სერიოზულად შეხედო, ბოლოს იყო მე მგონი ებერტის ფონდის მიერ ჩატარებული კვლევა 2 წლის წინ თუ არ ვცდები. რიცხვი არ მახსოვს პროცენტი, ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ დაახლოებით 14% ამბობდა რიცხვი არ მახსოვს, მაგრამ დიდი ნაწილი ამბობდა, რომ არასოდეს არ მიუღიათ საპროტესტო დემონსტრაციაში მონაწილეობა. და მე იმის თქმა მინდა რომ რასაც სოციალურ მედიაში ვხედავთ იმ ფოტოებს რომ აი ახალგაზრდები დგანან რაღაც მომენტში ილუზიასაც ქნის რომ აი ყველა აქ არის და ყველა ახალგაზრდა ჯენზი და ვიღაცები აპროტესტებენ რაც კი ხედავ რომ ისტორია რო შეხედავს ამას რაღაც ამ თაობის სახელით მოლაპარაკე ძალიან აქტიური ჯგუფი არის ვისაც არ არდებს ეს პრობლემები და არ ვიცი იმ დარბევის კადრებს რო ვუყურებდი წარმოუდგენელი იყო მაგისი გამბედაობის ყურება კი არა აი ვერ ვიჯერებდი რომ საიდან შეიძლება ამ ხელა გამბედაობა მოდიოდეს რომ ფიზიკური დაზიანების ფასად ადამიანები იქეთ მიდიოდნენ ამ რობოკოპებისკენ და პოლიციისკენ რომ ერთმანეთი გადაერჩინათ მაგრამ მაგის ფონზე არის სულ სხვა რეალობა და მე როცა ვფიქრობდი რაღაცებზე რომ მუშაობდით ამ პროტესტის თემაზე ან საბჭოთა პროტესტზე ჩვენ მუდმივად გვაქვს ყურადღება გამახვილებული იმ ჯგუფზე ვინც პროტესტში მონაწილეობს მაგრამ ვინც არ მონაწილეობს პროტესტში ეგეც ამ თემის ნაწილი არის იმიტომ რომ სულ ვამბობთ რომ აი ვიღაც ბარიკადებზე დგანან წყლის ჭალზე მოხტუნავე გოგონა ლექსების რაღაც ესეთი სიმბოლოები იმიჯები უნდა მეთქვა მაგრამ აქედან ისე წავალ რომ მაგას არ ჩავაგდებ ხო ანუ ის ხალხიც ვინც არ მონაწილეობს პროტესტში ისინიც ამ თემის ნაწილი არიან და ეგ თემა არ ჩანს ხოლმე რა არ შემოდის ან არის ან იდეალიზებული სურათი რომ აი ქართველები აპროტესტებენ რაც რა თქმა უნდა ეგრე არის იმიტომ რომ შეუძლებელია უწყვეტი პროტესტის მე რამდენი დღე არის თვეზე მეტი არის ხალხი იქ დგას ხო და სხვა შორის განან ემიგრაციაშიც რაც ესე იმად არ ჩანს, მაგრამ იქაც ძალიან აქტიურია და გარდა პროტესტისა, ბევრნაირი მობილიზება არის საქართველოს ფარგლებს გარეთ ემიგრაციის და ბევრი თაობის იქაც. მარტო ახალგაზრდები ან მარტო სტუდენტები არ არიან, როგორც ხშირად აქაური მედია აშუქებს ხოლმე ემიგრანტების პროტესტს, სტუდენტებმა გააპროტესტეს, არა იქაც ბევრი თაობა დადის იქაურ პროტესტზე და ნუ ბევრნაირად არის ჩართული. მოკლედ ეგ არის ჩემი ხა მთავარი ფიქრი, რითაც აქედან მივდივარ ამ პროტესტზე, რომ ჩემთვის ჩანდა იქედან ეს ლამაზი სურათი ხო, საღამოს ვიღაცა შეკრავდა ერთ ვიდეო კოლაჟად განსაკუთრებულ მომენტებს და მეც რაღაც მომენტში მჯეროდა, რომ აი ეს არის სრული სურათი, რაც არ არის აქ ეგრე. ტრანსპორტში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში უამრავი უკმაყოფილო ადამიანი არის, მაგრამ არ უჭერს ამ პროტესტს, ანუ არ დადის ამ პროტესტზე და შეიძლება გეჩხუბოს კიდაც მაგის გამო, იმიტომ რამდენჯერმე ყოფილა, რომ ავტობუსმა ისე გააჩერა, მე მძღოლმა რაღაც თქვა მგზავრები შეეპასუხნენ და მანდედან ჩანს, რომ რაღაცა სხვა არის კიდე საჭირო, არ ვიცი, მოსაფიქრებელი, ანუ არის რაღაც კატეგორია ადამიანები საქართველოში, ვისაც არასდროს არ ახსენდება, რომ რამე გააპროტესტოს და მე რასაც უყურებ, ეგ კატეგორია არის ის, ვინც ყველაზე ცუდად არის. და მე მაგაზე ვილაპარაკეთ ჰაქსლის ის რო არის Brave New World. ბიზნეს ერთ-ერთი ფავორიტი. მართლა? კი. Там სერიოზულად. მაგრამ ხო, ნუ ეგ რატო გამიკვირდა, იმიტომ რომ ოლღა ბაბლუანთან რო იყო ბიზინა, მან უთხრა რომ ისწავიკითხე 1984 ორველის, იმიტომ რომ სააკაშვილის მმართველობა გამიანალიზებინაო რა, ეგ ჩემი ყურით მაქვს მოსმელი. ნუ აქსლიც ალბათ ეყარება. ხო და ეს ქართულად წავიკითხე და არ მახსოვს სახელი როგორ საოცარი ახალი სამყარო ჰაქსლის რევოლუცია მოხდება რაღაცა და არიან ალფა ბეტა და ასე შემდეგ ადამიანები და ამ და ყველას აქვს თავისი ფუნქცია და შენ და ყველა გამოყავთ რაღაცა ლაბორატორიაში და არიან ალფები რომელიც მართავენ ბეტა რაღაც ესეთი მამოძრავებელი
ამ საზოგადოების და არსებობენ კიდევ ეფსილონები. და ეს ეფსილონები არიან ისე შექმნილი, რომ რადგან მუშაობენ ყველაზე შრომატევად ადგილებში, მაგალითად სამჭედლოში, სიცივის მიმართ არიან ისე ზრდიან, ანუ ისეთი გენს ისე აყალიბებენ ამათ სხეულებს, რომ სიცივის მიმართ არიან ძალიან მოწყვლადები. და მარტო კომფორტულად გრძნობენ თავს მაშინ, როდესაც აუტანლად ცხელა. და მე რაღაც მომენტში არსებობს რამდენიმე ესეთი მთავარი და ერთი არის მუსტაფა მონდი, რომელიც ერთ-ერთ ველურს, რომელიც ცალკე გაიზრდება ამ რევოლუციურ ამ ხალხიდან ცალკე გაიზრდება და ეძახიან ველურს. ამათი დიალოგია რა და თუ გახსოვს, ანუ ყველაზე მეტად შემზარა ამათმა დიალოგმა, იმიტომ რომ რაღაც მომენტში მუსტაფა მონდის იდეებს ისე ვკითხულობდი, რომ არ აღშფოთებულ ვარ რა და მეც კი რა ხდება, ანუ რა და მოკლედ რასაც ამბობს ეს შემაძრწუნებელს ეს ტიპი ამ ეფსილონებზე, როდესაც ესეუბნება, რომ თქვათ, ცოდვები არიან ძალიან მარტივად, რომ თქვათ, მუსტაფა მონდი ეუბნება ესეც შემაძრწუნებელ რაღაცას, რომ ეფსილონს არაზროს ის არ მოუნდება, რაც არ ექნება. სულ ეფსილონში გულისხმობ ეკონომიკურად ძალიან გაჭირვებულ ადამიანს რა. აი, სუბალტერნი რაც არის. ვინც რა? ეგ არის მარქსისტული ტერმინა გრამშის და სუბალტერნი არის ტიპი, რომელიც არის დაჩაგრული, მაგრამ ისეთი დაჩაგრული არა, რომელიც ოდესმე ამბო ხდება. ვერ ლაპარაკობს საერთოდ. არასდროს არ ამბო ხდება, ანუ მაგალითად ჭიათურის რაღაც კიდე რომ ვიღაცას გაუშვებენ და ის მერე პროტესტზე დადგება, ის ეგ ტიპები არა. კიდევ ისი ხმაც საერთოდ არასდროს არ ისმის რა. და ქართულ რეალობაში ვიზა შეიძლება აი ეგნატე ნინოშვილის პერსონაჟები არიან ეგენი, მაგალითად გოგია უშვილი. ან კაცია მუნჯაძე. გოგია რაც ქვიშენ? უშვილი. თა როგორი სახალწლოა. მაგათი გამახსენდა. მეგონა აქ მოდიოდი შენც, რომ თქვი რომ ძალიან რუტინაში არიან და რაღაცა რავჭამო რას უყურო მაგ იმაში აღარ არიან დაინტერესებული გარეთ რა ხდება, იმიტომ რომ მაგაც ცხოვრებაში რეალურად არაზროს არაფერი არ იცვლება. ეხა ეგეთი ტიპი რომ ჩართავს თქვათ რავი მაუწყებელი რომ ჩაურთო დაუშვათ და იქ ქეთიზის და ან შენზი ხარ და ლაპარაკობ რომ იცი სიტყვის თავისუფლება იზღუდება, იცი რაღაც ამ წიგნს ვეღარ წაიკითხავ. ადარდე. მე არ გეთანხმებოდი სანამ არ თქვი რომ არაფერი არ იცვლება ამ ადამიანებისთვის. იმიტომ რომ მარტო იმაზე ხო არ არის რომ მართლა იგნატე ნინოშვილის მაგ პერსონაჟი გოგია უშვილის იმისავით ხო არ არის რომ სარჩო არ გაქვს არაფერი, მარტო ეგ არ არის პრობლემა, მაგისი თქმა მინდა და კომპლექსურობა რო ვახსენე, მაგას გულისხმობს ზუსტად რომ მარტო ღარიბების თემა არ არის, მარტო სუბალტერნის თემა არ არის ეს. ამე თქო მე ღარიბებზე მქონდა საუბარი. მაგიტო რაღაც ბოლომდე ვერ არ გეთანხმებოდი, მაგრამ კაია რო არ გეთანხმები და იმიტომ რომ რაღაცა ცოტა ჩემ თავსაც რა რო კრიტიკულად შევხედო, იმიტომ მეც ვფიქრობდი რომ აი რაღაც სიღარიბე არის მარტო რამდენიმე წლის წინ, მაგრამ რო უყურებ ამ საზოგადოებას უფრო ახლოდან და მე მაგის ისტორიას რო ცდილობ რო იკვლიო, ნახავ რომ არ მარტო სიღარიბით ვერასოდეს ვერ ახსნი ამ თემებს, რაც ქართულ სივრცეში ტრიალებს და ეგ რო თქვი რომ არაფერი იცვლება, ჩემთვის ეხა ეგ არის ფიქრის საგანი, რომ უпростоრად მაგითი უხსნი ახლა ინდიფერენტულობას და არსებული რეალობის მიუღებლობას ან აი რაღაც მომენტში შეიძლება ეგეც პროტესტის ფორმა იყოს, რომ მე აი არ დავინტერესდები ახლა რა ხდება და რო ხმაურობთ, არ მინდა რომ ვიცოდე რატო ხმაურობთ. იმიტომ რომ აი რო შეხედო უახლეს წარსულს დამოუკიდებლობის დღიდან მოყოლებული, რა შეიცვალა ან დიდი ჯგუფისთვის საზოგადოების, ხო? და ამ კითხვას არ ვსვამ იმით უვიცობით. შეიცვალა ბევრი რამე, დამოუკიდებლობა მიიღო საქართველომ და შემდეგ ეს საზღვრების გახსნა და რაღაცნაირად იზოლაციიდან გამოსვლა ძალიან დიდი მიღწევა არის, მაგრამ ყოფით დონეზე რიგითი ადამიანისთვის, აი სულ ამბობენ, რომ ახალგაზრდები წარმართავენ პროტესტს, ახალგაზრდები მიუძღვიან, სტუდენტები თუ შემოუერთდნენ ამ პროტესტს, მაგრამ როცა პროტესტი სრულდება, სტუდენტები რას იღებენ?
ანუ სტუდენტების მოთხოვნები ოდესმე თუ დაგმაყოფილებულა 9 აპრილიდან მოყოლებული რომ გამოვყვეთ 78 წლიდან მოყოლებული რომ გამოვყვეთ რომელშიც სტუდენტები მონაწილეობენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის GPA-ის შემდეგ უკვე 9 აპრილის ამბები ვარდების რევოლუცია ვახსენოთ ახალგაზრდები არიან ხო მანდაც მაგრამ და შემდეგი პროტესტებიც 2012 წლის მე მახსოვს მარტო სტუდენტებს ხედავდი ქუჩაში და თესაუს ეზოდან დაიწყო ეგ ამბავი. სად არის სტუდენტური საცხოვრებელი, სად არის ხელმისაწვდომი ჯანდაცვა სტუდენტებისთვის? აი ეს პრობლემები რომ აი მარტო სტუდენტების ჯგუფი რო ავიღოთ, მხოლოდ ესენი თუ ისინი პოლიტიკურ პროცესში მიიღებენ მონაწილეობას, რომელიც არის დემოკრატიული თან და თან მიიღებენ იმ კონკრეტულ საჭიროებებს, რაც მათ სჭირდებათ, ვიღაცა დაიჯერებს, რომ იმან ხო მიიღო, რასაც ითხოვდა, გარდა იმისა, იმ დიდ თემებთან ერთად, რაშიც ყველა ერთად გავართ. ესე იგი აზრი აქვს, რომ მეც გავიდა და ჩემი საკითხი დავაყენო იქ. და ეს პრეცედენტი არ ქონია არც. ეს პრეცედენტი თითქმის არასოდეს არ ყოფილა და ის რომ პროტესტს აი ესეთი კონკრეტული ხელშესახების შედეგი არ ქონია, ეს შეიძლება სხვებისთვის იყოს მიზეზი იმისა, რომ ჩემთვის მაინც არაფერი არ შეიძლება და ეხა ესენი ამ თავრობას რო შეცვლიან, ამით მე რა და ეს შეკითხვა და ეს დისკუსია უნდა იყოს წინ წამოსაწევი, ვინმეს თუ უნდა რომ რამე შეცვალოს, ოღონ ამ წუთას საერთოდ არ გულისხმობ პოლიტიკოსებს და პარტიებს, აი ჩვენი დონეზე სტუდენტების თუ არ ვიცი, ჩვენ ვიწრო წრეებში ეგ საუბარი უნდა იყოს აუცილებლად, რომ მეც მინდა ევროკავშირში მყოფი საქართველო თავისუფალი, დამოუკიდებელი საქართველო, მაგრამ მაგის უკან კიდე რაღაცა პროცესები არის, რომელსაც ასევე ჭირდება თვალის მიდევნება და მაგ შეკითხვის დასმა, რომ ამისი შედეგი რა არის კონკრეტულად? ძალიან საინტერესო აზრი. ანუ შენ რაღაც ანუ ამათ პოლიტიკურ ინფანტილურობას აბრალებ იმას, რომ არასდროს არც ერთი მოთხოვნა არ გმაყოფილდება. მოთხოვნას რო თავი დაანება. აი, იმას როდის შევძლებთ, რომ ადამიანს ფასი მიენიჭოს ქვეყანაში. მე ეს კითხვა ის როდის გამიჩნდა პირველად. იქანთ ბევრჯერ გამჩენია, მაგრამ მაშინ რაღაცნაირად ფორმა შეიძინა რა მაგ საფიქრალმა, რომ ერთ-ერთი სულ შორის აი კრედუშკების მარშზე თუ სხვა მარში იყო, აღარ მახსოვს, მოკლედ მოვდიოდით და ამ პროტესტის ერთ-ერთი ყველაზე ესეთი შთამბეჭდავი სიმბოლო რაც გახდა, იყო ეს ამ ეკრანზე ასული ადამიანი, რომელიც დროშას იქნევს და ეს მეც გადავიღე იქ ვიყავი და მაგას ფიქრობდი რომ ეგ იყო საბურთალოზე ყაზბეგზე მე მგონი თუ სწორად მახსოვს რა. ხო და მაგას ფიქრობდი რომ მოლოდინი არ მაქვს რომ თუ ეს პროცესები ჩვენს ასკეთოდ დასრულდა ახალი მთავრობის პირობებში თუნდაც ეგ იყოს კოალიციური მთავრობა, აი რომელიმე მუშა რო გადმოვარდეს და მოკვდეს, მაგას მოყვება ამბავი. ანუ ჩვენთან ამბავი არასდროს არ მოყვება ხოლმე, ჩვენთან მოყვება ვაივიში, ერთიან ორ დღიანი და მე ახალი ტრაგედია. ხო და აი ფუნდამენტური სხვაობა, რასაც გრძნობ ხოლმე, რომ არის ჩვენსა და მაგალითად ევროკავშირის ქვეყნებს შორის, სადაც გვინდა გაწევრება და იქაური სტანდარტები, ეგ არის, რომ იქ ეგ არის მე სალაპარაკო თემა, იქ ეგ ხდება მე მაინიცირებელი, რომ როგორ გადავჭრათ შემდეგში იგივე პრობლემა თუ მოხდება რა. ხო და აი ჩვენ როგორ უნდა ვისწავლოთ, აი ეხლა დღეს ვლაპარაკობდით ამ პოდკასტის თემაზე, ანამ ეგ სწორად თქვა, რომ ჩვენი ერთ-ერთი მთავარი საფიქრალი არის ამის მერე რა ხდება. იმიტომ რომ მე არ მჯერა ამისი, რომ ბიძინა ივანიშვილი და მერე ბერა მოვა და მე ძალიან დარწმუნებული ვარ, რომ ეს საურონი და რაღაცეები მოვაგვარებთ, ამას გადავჭრით, ახალი კოალიციური მთავრობა გვეყოლება, არ ვიცი რამდენ თვეში და რამდენ წელში, მაგრამ რაღაც მომენტში ეს დასრულდება აუცილებლად და მაგაში ეჭვა მეპარება, მაგრამ მაგაში მეპარება უკვე ეჭვა. რომ ეს ახალი კოალიციური მთავრობა რომ მოვა, როგორ ვასწავლოთ მაგათ, რომ ცოტა ისე სერიოზულად მოგვეკიდონ. ხო და აი მაგაზე გააქვთ თქვენ რამ პასუხი, აი ერთმანეთში ვისაუბრებთ რაღაც, მაგრამ აი პასუხისგებლობა როგორ უნდა დადგეს უფრო მკაცრად ესე ვთქვათ რა. მაგიტომ რო არ ვიცით როგორ გადაწყდება ხოლმე რამე კრიზისი, სულ მაგ შეგრძნება რომ რაღაცა გაბმულ რაღაცა ესეთ მარადიულ დრამაში ვართ ქვეყანა, იმიტომ რომ მარტო რა სპირალი. რა სპირალი? სპირალი არის კეთის SS სათავე. რომელიც დაიბეჭდა ინდიგოს უმშვენიერეს ნომერში. რომელზეც ვაპირებდი რომ არ შემემჩნია რომ არ მაქვს საკითხული და ხო და მარადიულ წინააღმდეგობა საქართველოში. მარადიულ პანიკაში ვართ და გადაჭრა რაღაცა
არ ჩანს რა ხსნა, იმიტომ და მაგიტომ რომ აი closures რასაც ეძახიან რა, ეგ არაზროს არ აქვს საზოგადოებას, შეიძლება რომ ეს განმავრცოთ ცოტა ეგ თემა. რა თქმა უნდა. ამბის არ დასრულებაზე მინდოდა მეთქვა. წელი არ მახსოვს პანდემიის მერე რაღაცები მერევა 2022 თუ 21 თუ 23 ალბათ არ ვიცი. მუშაობდი ესეთ თემაზე გაფიცვები საქართველოში. და 2021-23 წლებში მომხდარ გაფიცვებზე მქონდა ფოკუსი. და უნდა მოკლედ ამბავი იყო რომ ყველა გაფიცვაზე უნდა წამეკითხა ამბავი, მთლიანი მომეყოლა და მე ანალიზი გამეგეთებინა, რომ რატომ ხდება, ან ვერ ხდება საქართველოში გაფიცვა. ეგრეც ქვია ანგარიში, საჯარო ანგარიში არის სოციალური სამართლიანობის ცენტრისთვის გავაკეთებ ვინმეს თუ დაინტერესებს. დაურთავთ მე აღწერაში მაგას. ხო და ანუ შენ რასაც ამბობდი, ამბავს ვერ პოულობდი როგორ დამთავრდა გაფიცვა. ანუ ჩემი მეთოდოლოგია ეყრდნობოდა ღია წყაროებს, რომ სოციალურ ქართულ მედია საშუალებებში ნებისმიერში რაც იწერებოდა ამა თუ იმ გაფიცვაზე და საუბარია თუ არ ვწდები 30-მდე გაფიცვაზე, ოღონდ არ მახსოვს რიცხვი. იმიტომ რომ იმდენად ფრაგმენტული იყო ამ ამბების აღწერა მედიის მიერ, რომ ვერ იგებდი ზუსტად როგორ დაიწყო, დაწყებას უფრო გაიგებდი, იმიტომ რომ ეგ ხო ამბავია, რომ ვიღაცამ გზა გადაკეტა ან ტრეილერს აღარ უშვებენ, მაგარის შაქარე აი ესეთი სათაური, რომ გადახვალ ნახავ რატო იფცებიან. რაც ცოტა ეპატაჟურია და ისეთი, რომ აბა. მაგრამ მერე იწყება მედიაციის პროცესი, მერე იწყება მოლაპარაკება დამსაქმებელთან სახელმწიფოს. მედიაცია არის პროცესი, როდესაც გაფიცული ადამიანები რაღაც აწარმოსიან კომპანიის იწყებენ მოლაპარაკებას დამსაქმებელთან სახელმწიფოს მონაწილეობით. მედიატორები ყავს ამისთვის სპეციალური სახელმწიფოს 21 დღიანი ვადა არის ამისთვის და თუ ამ 21 დღეში ვერ მოხდა მოლაპარაკება მედიაცია, შემდეგ იწყება კანონიერი გაფიცვა, უფლება აქვს, მოკლედ დასაქმებელს პროცედურა არის, ხო ეს გაართულეს, იმიტომ რომ ეგრევე არ მომხდარიყო გაფიცვა და ამ ამბებიდან უმეტესობა რაც არის აღწერილი, აი მართლა ერთი ამბავი მაინც რო ნახო, ვერ მიხვდები როგორ მთავრდება. ანუ დასასრული არ აქვს ამბებს, ან აი სასტრაფოს ექიმების შემთხვევა კარგი მაგალითი, ანუ გაფიცვას იწყებენ წლის დასაწყისში, მერე რაღაც თითქოს მოლაპარაკებებია, დაპირებებია და მერე ისევ თავიდან იფიცებიან. რატო? იმიტომ რომ ვერ შესრულდა ის, რასაც დაპირდნენ. და მთელი ეს მახასიათებელი ასეთი გაფიცვების იყო და ალბათ ეხლაც არის, რომ იღებენ ზეპირსიტყვიერ დაპირებას, მერე არ სრულდება, ან დროში ჭიანურდება, ან იმდენად მიზერული ნაწილი ყოფილდება ამ დაპირების, რომ ისევ თავიდან უწევთ ადამიანებს გაფიცვა. და ეს არის გაფიცვების მოკლე ამბავი საქართველოში. ეს ანეკდოტი გამახსენდა. აბა. იმაზე რომ ეს პროტესტი და გაფიცვა რო არსად არ მიდის, მე გურულს ახალი სიძე ყავს. და როგორიაო შენი სიძეო რა? მუხას გლეც მარაო და რა მარაო და საწე იყოს არ იცისო რა. ხო და აი ეგ ანეკდოტი მეტრიალობს ხოლმე სულ თავში რომ რაღაცა აი რამდენი გვინახავს ხო? რაღაც ეგეთი. საწავიდა ეს ენერგია რა. მარნეულის ამბავზე. მე ჩემი თეორია მაქვს, რომ ეგეთი საკითხები მერე გვარდება ხოლმე აი რაღაცნაირი კრიმინალური ავტორიტეტების ჩარევით და იქ უკვე აღარ მიესულება არც ჟურნალისტს, არც არავის, ანუ ამბის გამომტანი იქ აღარ არის. ანუ ეხა მარნეულში ეს რაღაცა მოხდა, სპეცრაზმი ჩავიდა, გააშველეს ეს ხალხი, ერთი ღამით დაშოშმინა სიტუაცია, მაგრამ ეს ხო არ ნიშნავს, რომ გადაწყდა ამხელა კრიზისი. მერე იქ ერევა უკვე სხვადასხვა არაოფიციალური პირი, ესე ვთქვათ, ამაც შესარიგებლად. აი, რავი, თუნდაც როცა ოფიციალური პირი ჩავიდა, გიორგი კახარია, ეგ პანკისში არისო ეს ქვებს რო ესროდნენ, ფესების ამბავი რო იყო. ხო და მე ეგ რო ჩავიდა, შეიძლება მე არასწორად მახსოვს, მაგრამ ხომ მაინც დახურულ კარს მიღმა რაღაცნაირად შეიკეტნენ. ანუ ეგ საუბარი ვინმე მოვისმინეთ, პრემიერ-მინისტრი, რას ესაუბრა იმ ხალხს, არ ვიცით. ანუ მაინც ესე რაღაცანაირად ჩვენ მოვაგვარებთ რა, ჩვენ და დაიგიდეთ რა. ანუ ეგ მარნეულის ამბავიც ეგრე მოგვარდება ჩემი აზრით, რომ
თქვენ რა გინდათ ეს საქართველოს პრობლემა კი არ არის რომ ტიპი შეეჯახა იქ მერე გადმოვიდა არ ვიცი წიხლები ურტყავ რაღაც სიგიჟე ამბები მოდის იქიდან და ეგენიც არა გვაქვს დადასტურებულად მარტო მოყოლით ვიცით რა და ზეპირს ტყერად ვისაც რა გაახსენდა რაღაც და ეგ ხალხი ეგრე უყურებს რომ ეს ჩვენი პატარა სოფლის ამბავია თქვენ აღარ გესაქმებათ არაფერი ჩემი აზრით რა და ჩვენ თვითონ გადავწყვეტთ შეიძლება ეხლა რომ ჩავიდეს მაუწყებლის ამ პუბლიკის რაღაც ჟურნალისტი ძალიან დიდი აგრესიითაც კი დახვდნენ იქ მე გავიგებ მაგას იმიტომ რომ თუ მანქანა არ დაეჯახა ორ ახალგაზრდას ბოლნისში ან რა ვიცი ზუგდიდში და არ დაიწვა სახლში ელექტროენერგიის უქონლობის გამო პრობლემები ისე არ შუქდება და ეხლა ჩვენ რაზეც ვსაუბრობთ ხო რეალურად სახელმწიფო არის ადრესატი მაგრამ თან მედიაც ძალიან ცუდ როლში გამოდის ის ხო არ მუშაობს უბრალოდ რომ აგრესია იყო დიდი და ბრაზი და შოკი რაც გადაივლის ადამიანური თემა არის და ესენც ამ მომენტს ელოდებიან და მე დაბრუნდება ეს ხალხი იმაში რომ ესეთი ქვეყანაა და ამ ქვეყანას ვერ გამოასწორებს. ჩემი აზრით, მან კიდე უფრო ღრმა პრობლემა არის და ცოტა ისტორიული პარალელი რო გავაკეთო, ინდიგოზე არის ძალიან კარგი სტატია თორნიკე ჭუმბურიძის, რომელიც ღია საზოგადოების არქივში მუშაობდა და 9 აპრილზე აქვს დაწერილი ეს ტექსტი. მოკლე ამბავი ის არის, რომ როგორ დაერქვა ამას ტრაგედია, მაგას ამბობს, რომ ტრაგედია რაღაც ბერძნული გაგებით, რომელსაც არ ყავს დამნაშავე. ანუ ტრაგედია იმიტომ ერქმევა რომ ბუნებრივი კატასტროფა არის თითქოს თავისით მოხდა რაღაცა და ჩვენ ვიგლოვეთ ეს ტრაგედია ყველა დამწუხრებულია პატიაშვილი შევარდნაძე ვინც იყვნენ რა ამ წრეში რუსეთი ცუდია მაგრამ ტრაგედია არის აი რაღაც ესეთ ამბად დარჩა 9 აპრილი რომელსაც არ ყავს თავისი დამნაშავე რომელიც უნდა დასჯილიყო იქ თავისი სობჩაკის კომისია შეიქმნა რომელსაც უნდა გამოეძიებინა ამბავი მერე სააკაშვილის დროს სობჩაკის ძეგლი დადგეს ქაშვეთის ეკლესიის უკან რო პარკია სომავიწყდება მაგის სახელი ლეონიძის პარკია ზედა ნაწილში 9 აპრილის ხო თუ რაც არის და მერე დადგეს 9 აპრილის ძეგლი ჩვენთან ეს საინტერესო ის არის დეტალია მაგას ვიკვლევდი ხო რომ ჯერ დაიდგა სობჩაკის ძეგლი და მერე მახსოვს ფორუმჯიზე იწერებოდა მაგ წლებში კრიტიკები ხო რა ალექსანდროს ეძახდნენ ადრე რაც მე მახსოვს და რომ დაიწყეს კრიტიკა ხა არის ფორუმჯის გავლენა იყო თუ ვიღაც უფრო გავლენიან მოუთხრა მერე მალევე გამოაცხადეს კონკურსი სწრაფად შეერჩიეს ეს ვინც შექმნა ეს დღევანდელი ძეგლი და მერე დაიდგა ეს მემორიალური ძეგლი მაგრამ რატომ მოუყევი ეს ამბავი რომ რას დავარქმევთ სახელს ძალიან დიდი გავლენა აქვს იმაზე მე როგორ ვიქცევით იგივე სიტუაციებში ან მსგავს შემთხვევებში და რო ვეძახით ტრაგედიას იმას რასაც კონკრეტული შემოქმედი ყავდა ან ყოველ შემთხვევაში ეხა არჯერ მე ვერ დამაჯერებს ვერავინ რომ ვიღაცას უნდოდა ეს მომხდარიყო უბრალოდ გადაწყვეტილება ვიღაცამ ისე მიიღო რომ ცუდად გათვალა და რადგან ხო მეწერი ხო არა რომ ვერავის ვერ დავაბრალებ და საქართველოში ეგეც ხო ძალიან თავისუფლად შეგვიძლია ვიღაცებს დაუკავშიროთ მეწერსაც აქვს ეხა დღევანდელ ტექნოლოგიურ პირობებში მეწერსაც შეგიძლია რომ ვიღაცას დაუდევრობაში შეედავა მაგრამ ის რომ სადღაც ბავშვები შენობაში მარტო დარჩენილები უშუქობის გამო იწვიან და სადღაც ავარია ხდება რომელსაც შეიძლება ავარიას ვერაფერი ვერ უშველო, მაგრამ სწორი გამოძიების, სწორი კომუნიკაციის პირობებში ადამიანს იმისგანც და მაინც დარჩეს, რომ რაღაცა სამართლიანობა მოყვა შედეგად ამ უბედურებას და ტრაგედიის დარქმევა გვიწევს ყველაფრისთვის იმის ნაცვლად, რომ პასუხისმგებელ პირს მოვთხოვოთ რაღაცა მინიმალური და ყოველთვის როცა ეხლა რაც თბილისში ჩამოვედი, მე მგონი სულ პასუხისმგებლობა და ვიღაცის დასჯაზე ვლაპარაკობ, რაც არავისი დასჯა არ არის საერთოდ ჩემი ოცნება, მაგრამ აი როცა არ მოყვება რაღაცა ამბავს თავისი დასასრული როგორიც უნდა მოყვებოდეს სახელმწიფოებში და საზოგადოებაში. არ ვიცი სხვა რა უნდა მოვითხოვო. ხო და ეგ რაში არის პრობლემა, რომ ეგეც უცნაური რაღაც არსებობს სამხრეთ ამერიკაში არსებობენ მემარცხენე სასულიერო პირები. ანუ გათავისუფლების
რატო იხი ვერცხენეს ასულიერო პირი არ გამიგე არასოდეს. ხო, აი არსებობენ. ქვიათ რაც გათავისუფლების თეოლოგია თუ რაც ეს ტიპები არიან და მაგალითად ცოტა ისე უყურებენ ქველმოქმედებას, რომ ეგ არის რაღაცა რა საჭირო რატო უნდა არსებობდეს რადგინა ქველმოქმედება თუ შენ წესიერად რაღაცა არ უნდა იყოს საჭირო. და მე რა იქვა იმ ტიპს, რამშობ ეს სასულიერო პირი ამბობდა ესეთ რაღაცას რა. რომ მე წირვაზე რომ გამოვდივარო ეხა ეს კაცი იყო აინშტაინის ისტორიასაც სავიწმის მასკეთი და ანუ ჩემს სამაგისტროში მაქვს გამოყენებული ლინკსაც ბუმულსაც მივუთითებთ ამ ინტერვიუს. ეს ტიპი ამბობდა რომ მე რო წირვაზე რომ გამოვდივარო და ვამბობ რომ აი შეეწიეთ ობლებს, შეეწიეთ გაჭირვებულებს, მე წმინდანს მედახიანო და მე რომ გამოვდივარო და ვკითხულობ ამდენი გაჭირვებული რატო არის რომ მე კომუნისტი ვარო რა. ხო და ზუსტად ეგ არის რა, ანუ არასწორ მტრებს, არასწორ კითხვებს სვავენ ხოლმე რა, ანუ კითხვის დასმის საშუალებას არ აძლევენ სწორად. ამ ხალხს, აი მაგალითად დედაჩემი რომ ვიშვიშვებს ხოლმე გეებზე, მეთქი, რავი, ლუის კეის აქვს ეგეთი ხუმრობა, რომ რაში გაწუხებს, რავი, ორი ტიპი თუ ერთმანეთზე ქორწინდება, შენ ქორწილში არ მიდიხარ, საჩუქარი შენ არ უნდა იყიდო რა. და ან შენ ცხოვრებაზე მაგას რა გავლენა? შენ იკითხე ზეთი 15 ლარი რატო ღირს, ჯანმრთელობის დაზღვევა რატო არ გაქვს, შენს პროფესიას პატივს რა, ანუ ის სწორი კითხვები და მტრის ძიებისასაც ზუსტად ეგეთ რაღაც არასწორ მტრებს უქცევენ ამ ხალხს რა. ზურაბ ჟვანიასის შემხვდა რაღაცა სიტყვით გამოდიოდა და აი გუდიანი კაცივით რო აშინებ თუ ამ ხალხსო და საზოგადოების რაღაც ნაწილი არ იზრდება, იცი რა თვალსაზრისით, რომ ზრდასრულობა რა არის, რომ ბავშვობაში შენ როცა უნდათ რომ რაღაცა გაიკეთებინა და დაგეძინა თავის დროზე შენ გუდიანი კაცით გაშინებდნენ, ხო? და დრო რო გადის შენ ხვდები რომ გუდიანი კაცი არ არსებობს, მაგრამ ზოგიერთი და ამ მხრივ იზრდები, მაგრამ ზოგიერთისთვის გუდიანი კაცები იზრდებიან, თვითონ კი არ იზრდებიან იმ აზრამდე რომ გუდიანი კაცი არ არსებობს, არა. ეხა განა გუდიანის ეშინიათ, ეხა ეშინიათ კოლექტიური გუდიანი კაცის რა. ანუ ესეც ხდება. Deep state. არ ისჯებიან ეგენ, იმიტომ რომ მაგათ მტრებად ვერ ხედავენ რა და ნუ ახლა ლუსტრაციაზე იქნებ ხედავენ. იცი რა ეხა რომ საუბრობდი, გამახსენდა აპრილში რომ ხალხი ჩამოიყვანა ქართულმა ოცნებამ საკუთარი დაორგანიზებული რაღაცა აქციისთვის და ბევრი ვიდეო იყო, სადაც ცინიკურად და ირონიულად რომ პასუხობდა ხალხი, რომ ხო, აი ესეთ რაღაცებს რო პასუხობდნენ და ეგ არ არის ხა დღევანდელი ამბავი მარტო 70-იან წლებზე რო ვკითხულობ და იქ ბევრი ანეკდოტი მხდება ხოლმე ეს ის არ არის ბარბარიზმი არ არის სასტოის ანუ უძრაობის ხანას რასაც ეძახდნენ მაგ დროს აი უკვე სტალინის ტერორის შიში აღარ აქვთ თლად პირდაპირაც ვერ აკრიტიკებენ კომუნისტურ პარტიას მაგრამ იუმორი ხუმრობები და რაღაც აი გადაჭარბებული მორჩილების ჩვენება რაც სასაცილოც ჩანს საბოლოო ჯამში და რაღაც ეგეც არის ამ საზოგადოებაში აშკარად ხო იმ აქციებზე ვინც მიდიოდა ხალხი რაღაც ნაწილში იგრძნობოდა ეგეთი ცოტა სასაცილო აი ხა ბოლო აქციაზეც ნაძვის ხის აქციაზეც ვიღაც კაცზე იწერებოდა რომ აი მეც გამიჩნდა ეჭვი რომ შევხედე რომ თლად სერიოზული არ იყო ეს კაცი ნაძვის ხის ანახავად მოვედიო იძახდა ხო მაგრამ ეხლა რაც საუბრობთ რაც დიქტატურას აი დიქტატურისკენ და ავტორიტარიზმისკენ მიმავალ საზოგადოებას კომიკურობა და აბსურდულობა ხო აი ხლა მე მაქვს ასევე ეგ დარდი დაუსჯელობაზე რომ როცა ეს ამბები მორჩება მე ესე მგონია რომ მაინც ცოტა პედესტალიდან უყურებ ამ რაღაც ჩვილ საპროტესტო იმით შეპყრობილ საზოგადოებას რაც ახლა საქართველოში არის რომ რაღაც ნაწილი გამოვალთ იმ მოთხოვნით რომ აი დაისაჯოს თქვათ ხარება დაისაჯოს ვიღაც და აი შე რაც თქვი ამ ინდის პრინციპით ჩაივლის ეს პროტესტები რატო უნდა გამოვიდეთ მაგ მოთხოვნით თუ კი შეიძლება ხელისუფლება იმ ხელისუფლებამ ხონდა იცოდეს რომ ეგ უნდა გააკეთოს გამოსვლების გარეშე როგორ გავაგებინოთ ეგ აი მე მაგაზე ვდარდობ ანუ ეხლა ძალიან სპირალში ჩავდივარ ისევ მაგრამ ხარებას დასჯა უნდა მოუთხოვო
იმ მთავრობას, რომლის კოალიციაშიც გაერთიანებული იქნებიან ისეთი სუბიექტები, რომლის შექმნილიც არის ხარება ოდესღაც, ხო? და აი ვერ ხვდები როგორ უნდა იცოდნენ მაგათმა თვითონ რომ ხარება უნდა დასაჯონ. აი, ხარებას დასჯიან ერთ კაცს, თქვათ, და კიდე ერთ საჩვენებლად. არის, იმიტომ რომ მე არ მაქვს დიდი მოლოდინები რომ რაღაც ყველა სკაიცემა საკადრისი სამართლებრივი პასუხი და რა ნაწილზე შეგვიძლია იცი ვილაპარაკოთ ეხლა რაც თქვი რომ როცა მორჩებაო ეს ყველაფერიო. ჩემო მორჩეს, მაგრამ ვერ გავიგოთ, არ გააშკო. აგლოგიკი. მე შეიძლება რომ მორჩენა როგორი ფორმითაც წარმოგვიდგენია, ისე არ მორჩეს და აი მაგანწყობას ხვდები ხოლმე აქ აი ახალი წლის მილოცვებში დამშვიდობებისაც არის ხოლმე რომ ისე შევხვდეთ რა ეს ყველაფერი რომ მორჩება და მე არ მაქვს სიმართლე რომ გითხრათ ეგეთი შტაბეჭდილება რომ ეს რაღაცა ისე მორჩება ეს დასრულება როგორც წარმოგვიდგენია რომ მე უკვე ნათელ საქართველოში ვიცხოვრობთ მე მგონია რომ ამ ქვეყანას სამწუხაროდ ეგეთი ისტორია და გამოცდილება აქვს რომ ჯერჯერობით უნდა წარმოვიდგინოთ რომ ეგ არის ძალიან ხანგრძლივი პროცესი ანუ ეხლა ჩვენ რასაც ქუჩაში ხედავთ რომ აპროტესტებს ხალხი მეც ვაპროტესტებ მაგრამ ეხლა ჩემ თავზე როგორ თქვა ანუ 3 დღე რომ ჩამოვედი მერიდება ხოლმე მაგ ფორმით თქმა მაგრამ ანუ აი რამდენიმე ანუ რაღაცნაირად იყოფა და ეხლა ეს უნდა კარგად შემოვაყალიბო. ხალხი, რომელსაც უნდა ამ ხელისუფლების ცვლილება და აქვს წარმოდგენა, გონია რომ ოპოზიციური, კოალიციური შემდეგი ხელისუფლება ვინც მოვა, რომელსაც ხალხი აირჩევს ნამდვილად, დააბრუნებს ამ ქვეყანას რაღაც ევროპულ კურსზე და მე რაღაც შიდა ამბებსაც მიხედა შიდა პოლიტიკის. ეს ერთი მოლოდინი. მეორე არის უფრო ძირეული ცვლილებების მოლოდინი, რომ ეს ხელისუფლება შეიცვლება და დამოკიდებულება შეიცვლება საზოგადოების და საქართველოს მოქალაქეების მხრიდან და გარდა გეოპოლიტიკური საკითხებისა ადგილობრივი პრობლემებიც უფრო სერიოზულად იქნება აღქმული. ხო, ვისაუბრებთ სკოლაში ბავშვების კვებაზე, სტუდენტურ საცხოვრებელზე, განათლების ხარისხზე, ჯანდაცვაზე, სამხედრო დაფინანსებაზე, რაც ეხა ბოლო თემა არის, რაცაც მოვკარი თვალი მოხუცების პენსიებზე, მასწავლებლების ღირსეულ ანაზღაურებაზე და ასე შემდეგ. ეს კიდე ერთი მოლოდინი, რომ ეს შეიცვლება, რომელსაც ხანდახან თანახლავს ხოლმე ასევე პოლიტიკური, აი პარტიული სისტემის ცვლილებაზე, ცვლილების მოლოდინი. მე აი აქაც ვარ, რომ გარდა ამ რაღაცებისა, რაზე ჩვენ საუბრობთ, მე მინდა ვნახო ქართულ საზოგადოებაში დისკუსია, სადაც ჩვენ პოლიტიკურ სისტემაზე გვაქვს საუბარი, თქვათ, სასამართლოზე და სხვა აღმასრულებელ ხელისუფლებაზე და განსაკუთრებით ალბათ ამ გამოცდილების მერე საკანონმდებლო ხელისუფლებაზე, ხო, პარლამენტის ფუნქცია, რაღაცა ეგეთი დიდი მსჯელობები გათვალისწინებით იმისა, რომ ეხლა უკვე საქართველო ფორმალურად როგორც არის ამ ყაველაშვილის არჩევა კი არა, როგორ ვქო, დანიშნვის შემდეგ, ხო, დანიშნული არის ეს ადამიანი, ხა ჩემთვის რაღაცა რა ფორმითაც ეს მოხდა. ამის შემდეგ მე დადებულს ვიტყოდი. ხო, რა ეგეთი დაახლოებით ეგეთი ტერმინები საპარლამენტო სისტემაზე. აი, ეგეთ საკითხებზე გვინდა მსჯელობა რა, სად უნდა ვიმსჯელოთ, ეგ არ ვიცი, მედიაში, უნივერსიტეტებში, ეგეთ ადგილებში. ამ თემებზე რომ ვუყურებ სოციალურ ქსელში დისკუსიას, ძალიან გავს ხოლმე ამ დისკუსიების საბოლოო მესიჯი რა არის, რომ უბრალოდ შეკითხვა რა გამოდის აქედან, რომ ჯერ შევცვალოთ ხელისუფლება და მერე ვისაუბროთ ამ საკითხებზე, თუ ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად თან ვისაუბროთ ამ თემებზეც. და სხვადასხვა ბანაკები ჩნდება აქ, რომ ვიღაცას უნდა რომ ჯერ შევცვალოთ, დავუბრუნდეთ ევროპულ კურსს და შემდეგ ვიღაც ამბობს, რომ აი შრომითი უფლებების გარეშე აქ არაფერი არ იქნება და ამასთან ერთად. და ძალიან საინტერესო არგუმენტებია ხოლმე ორივე მხარეს და მაგას სჭირდება ძალიან სერიოზული დამუშავება, ანუ დამუშავება იმ გაგებით, რომ კარგად გამოიკვეთოს არგუმენტები, რომ რაღაცებს დავეთანხმოთ ან პირიქით. ეს გავს ძალიან დღეს მეგობართან საუბრისას ვიხსენებდი, რომ 90-იანი წლების მარტის თვეში, 1990 წელს მარტის თვეში ფილარმონიაში გამართულ კონფერენციას, სადაც
გამსახურდია და სხვაები ეს მხედრენ რაღაც მოკლედ ბევრი ჯგუფი არის შეკრებილი ყველა საერთოდ ვინც მაშინ ფორმალურ თუ არაფორმალურ პროცესებში მონაწილეობდა და არის ესეთი დისკუსია ჩავატაროთ თუ არა არჩევნები საბჭოთა სისტემაში ავირჩიოთ ახალი ხელმძღვანელობა და მერე დავიწყოთ სამართლებრივი პროცედურა როგორ გამოვიდეს საქართველოს საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან. მეორე ჯგუფი ეწინააღმდეგებოდა ამას და ამბობდა რომ ჯერ თავისუფლება, იმიტომ რომ საბჭოთა სისტემაში ჩატარებული არჩევნები არ ივარგებს, ჯერ გამოვაცხადოთ თავისუფლება და მერე მივხედოთ ამ საარჩევნო პროცედურებს. ანუ ისინი ამას უყურებდნენ როგორც პროცედურას, ისინი პირველი ჯგუფი, ანუ გამსახურდია ლიტვის გზას ეძახდნენ იმას, როცა ჯერ კომუნისტურ სისტემაში ატარებ არჩევნებს, გჯერა რომ მოიგებს ეს ოპოზიციურად განწყობილი ჯგუფი, რომელიც მერე დაიწყებს ქვეყნის საბჭოთა კავშირიდან სამართლებრივი გამოსვლის პროცედურას. და მეორე ჯგუფის სლოგანი იყო დაახლოებით ასეთი ჯერ თავისუფლება და შემდეგ დამოუკიდებლობა დაახლოებით კი არა ასეთი იყო. რაღაც მომენტში ეს დისკუსია გავს ახლა დღევანდელ ამბავს. ახლა მაშინ როგორც დასრულდა იყო რომ ლიტვის გზით საბოლოო ჯამში გამსახურდია მიიღო მონაწილეობა არჩევნებში. ანუ ჯერ გამოაცხადეს მოკლედ ჩატარდა არჩევნები 90 წლის ნოემბერში. და შემდეგ უკვე რგოლმა მაგიდამ გაიმარჯვა და ბოლოს გამსახურდიას საპრეზიდენტო არჩევნებში გამსახურდიამ გაიმარჯვა. ანუ იმ გზით წავიდა ქვეყანა რომ ჯერ არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა და შემდეგ უკვე რეფერენდუმის საფუძველზე 1991 წლის მარტის რეფერენდუმის საფუძველზე სადაც უმეტესობა საზოგადოების ხმამისცა იმას რომ უნდათ დამოუკიდებელი სახელმწიფო დაიწყო სამართლებრივი პროცედურა როგორ გამოსულიყო, იმიტომ რომ საბჭოთა კონსტიტუციაში იდო მუხლი ფორმალურად მოკავშირე ქვეყნებს ჰქონდათ რესპუბლიკის დატოვების უფლება, მაგრამ ეს ამ სერიოზულად არავინ არ უყურებდა. გარკვეულ წლებში, მაგრამ ბოლოში უკვე რეალისტური გახდა ეს. დღევანდელი ამბავის რაღაცა ამ დილემის პრობლემის დასმის თვალსაზრისით გავს ძალიან ერთმანეთს და ეს ეხება შიდა პოლიტიკას პირველ რიგში, რაზეც უფრო მეტი საუბარი უნდა იყოს ჩემი აზრით, ვიდრე Deep State-ზე და გლობალური ომის პარტიაზე და მაგისი გაქარწყლების ამბავზე, იმიტომ რომ თუ შიდა პოლიტიკაზე დაიწყება საუბარი და ამ გადანაწილების სისტემაზე, სადაც ჩემი აზრით შრომითი უფლებები იქნება თუ სხვა საკითხები, სასამართლო, მედია, სხვა საკითხები ერთად მოიყრის თავს, ეგ უფრო კარგად აჩვენებს გლობალური ომის პარტიის და Deep State-ის აბსურდულობას, ვიდრე უბრალოდ არ ვიცი, პირდაპირ მაგ თემაზე საუბარი და მაგისი განშა, მაგრამ იმის თქმა მინდა რომ ეს პრობლემა არ ვიცი თქვენ თუ ხედავთ და მეჩვენება თუ არა რომ ამ ფორმით დგება ეხლა რომ რომელს უნდა დაუჭირო მხარი, ანუ იმას რომ მხოლოდ ხელისუფლება შეიცვალოს და მერე მოვთხოვოთ და კიდე აქციები ვატაროთ რომ ეს ამ ხალხმა გააკეთოს ის რაც ჩვენ გვინდა, თუ ერთად გავაკეთოთ ეგ ყველაფერი და ალბათ რესურსების დასათვლელია მაგისი რომელი უფრო რეალისტური არის, მაგრამ რატო არ არის რეალისტური? მეორე ხوار გამოდის აშკარად რომ გადავირჩიოთ და მერე ეგება ანუ სულ ქუჩაში ვდგავართ ხო ანუ მართლა ის გამოდის სულ ცხოველების ფერმის დასასრული რომ გასოს როგორ თავდება ნუ რევოლუცია მოხდება მენორის ფერმაში ღორები კი არა ცხოველები გააგდებენ ადამიანებს ნუ საბჭოთა კავშირია პირდაპირ ანუ როგორი საბჭოთა კავშირია იცი აი მაუსი რო გამოვიდა არტ შპიგელმანის კომიქსი არის ჰოლოკოსტზე და როგორი რაღაცა იცი სადაც მისი მამის ვლადეკის სოსნობიეცელი ებრაელები იყვნენ როგორ უნგრეთში გარბოდნენ 44-ში და მერე მოხდებიან საკონცენტრაციო ბანაკში და მამას თხოვს რომ მოუყვეს ეს ისტორია და კომიქსი არის როგორი რომ თაგვები არიან ებრაელები კატები არიან გერმანელი ებრაული ტომიჯერია რა ტომ ენჯერი ბავშვობამ ტომიჯერი და მოკლედ ეს რო გამოვიდა რაცა ძალიან დიდი ბესტსელერი გახდა პულიცერიც მისცეს რაც უცნაური იყო რომ კომიქსია მაინც და გახდა New York Times-ის ბესტსელერი მაგრამ დადეს იმაში ფიქშენში რა ფიქცი ანუ ხატრულ ლიტერატურაში დადეს და მე არტი ამბობდა რომ მამაჩემი რო ჰიტლერის მმართველობის დროს საკონცენტრაციო ბანაკში მოხდა
რანაირად არის გამოგონილი ისტორია, როცა თავის მემუარ, თავის ისტორიას ყვება. და ამაზე ერთმა რედაქტორმა თქვა, რომ რა ვიცი, ახლა წავიდეთო ლადექსო და უკაკუნოთო კარზეო და თუ ორ დიდმა თაგმა გაგვიყო კარიო, მე გადავდებთო რა აქეთ. მაგრამ რეალურად მე მაგალითად თაიმა მე უკვე non-fiction-ში გადადო. და აი ამ თვალსაზრისით იმისი ცხოველების ფერმაც პირდაპირ ისტორიულში არის დასადები, იმიტომ რომ აი აბსოლუტურად ყველაფერს უბრალოდ აი რაღაცეები არის ჩანაცვლებული, რა იგავარაკივით, ტროცკი არის, სნოუბოლი, ასე შემდეგ. აი ყველაფერი აი ერთ-ერთში დამთავრებაც არ გჭირდება, იმიტომ რომ იცი მე რა მოხდება და ნუ თუ საბჭოთა კავშირს აშენებენ, იქ აშენებენ წისქვილს. და ნუ მე ის ძალიან ბევრი ცნებასავით, რაც ქონდათ, რომ არასდროს მოვიქცევით ადამიანებივით, ასე შემდეგ ყველა ცხოველი თანასწორია, ბოლოს იქცევა, რომ ყველა ცხოველი თანასწორია, მაგრამ ზოგიერთი უფრო თანასწორია და ბოლოში ყველა ის პირობა, რაც დასაწყისში იყო დადებული უკვე ის ადამიანებს აღარ არსებობენ, ვისაც ეს დაპირდნენ, ადამიანები არსებები და ბოლოს ეს ნაპოლეონი ერთ-ერთი ღორი, სტალინი ვინც უნდა იყოს, ან რაღაც ეგეთი ბელადი ეთამაშება კარც ადამიანს რა, ვინც უნდა სძულდეს, იმიტომ რომ ყველა ორფეხა მათი ეს არის რა ქვია, მტერი. და თამაშობენ კარც და ორივე ტუსყავს ჩამოვა რა. თაღლითები არიან და ამას გარედან უყურებენ და იქ ატყდება შიგნით ერთი ამბავი. ბოლოს თავდება ესე რომ ამ არეულობაშიო ვეღარ ვარკვევდით რომ რომელი იყო ადამიანიო და რომელი იყო ღორიო რა. ესე მთავრდება. და ნუ ჩვენთან ესე პოლიტიკის და რეჟიმის ცვლა ეგრე არის, რომ ბოლოს ვეღარ არჩევ რომელი ადამიანი და რომელი ღორი რა. ანუ ამ შემთხვევაში შეურაცხყოფელად არ ვამბობ რა, ის წინა რომელია და ახალი რომელია ერთმანეთში იზილება რა. ნუ ვეღარ ხვდები. ის ვისაც ებრძოდი, მე გამოვა ის ვინც ახლა მოიყვანენ და ასე შემდეგ რა და აი ეს დასასრული გვაქვს ხოლმე ყოველთვის. ხო, ნუ ახლა სასამართლო ახლა რა გახდა? ბეჭდის დამრტყმელი ინსტანცია გახდა, ხო? არაფერს აღარ წარმოადგენს, ხო? ხო და აშკარად არ გამოდის ესე, რომ მოდი ეს გავაკეთოთ და ორშაბათიდან მერე დიეტაზე ვარ და მერე ესენი მოვთხოვოთ, არ გამოდის და ალბათ პარალელურად, ოღონდ წარმოდგენა არ მაქვს ვინ უნდა გააკეთოს, როგორ უნდა მოხდეს და საერთოდ მაგაზე ვინ უნდა ილაპარაკოს. შენ. ხო, ალბათ ეგ რა. ანუ მართლა ეგ სივრცე არ არსებობს, ვერი არსებობს ეგეთი სივრცე, რომ სადმე მიხვიდე და ილაპარაკო, ანუ ყველგან უნდა ანუ პატარა ქვეყნის მოქალაქეობა ეგ ყოფილა. ჩემი აზრით. რომ ის სულ იქ ხარ. ხო. ვირტუალურ რუსთაველზე ხარ სულ ყოველთვის. არ ვიცი ხა თემაში არ თუ არა, მაგრამ მაქვს. ანუ ილუსტრაციაზე რას გადაწყვეტინე ბოდიში. რამ სამოდიონი? არა. ილუსტრაცია რო არ ქონდა მაგაზე შენი აზრი როგორც ისტორიკოს თუ გაქვს რამე, ნუ გარდა იმისა რომ კომფორტული იყო რომ მსხვერპლი ყოფილიყავით ყველა და მე არ გვინდოდა რომ ჯალათებიც აღმოჩენილიყავით, რამე კიდე ქონდა რომ რატო არ მივაწექით მაგას. ვიღაცა ხარ ეს ყველა ფერჩი კი კითხო ხო არა? არა, არ არის ყველა პირიქით, ანუ სულ ხშირად საუბრობთ ხოლმე ილუსტრაციაზე. რომ ანუ მორალურად საჭირო იყო და იქ დანაკლისი გვაქვს და ყველაფერს ეთყობა ისტორიის დარგს პირველ რიგში და საზოგადოებას საბოლოო ჯამში რომ ეგ ანუ ესეთი არგუმენტი იყო ჩემთვის რაც უთქვამთ ადამიანებს რომ რატო არ დაუჭირეთ მხარი ილუსტრაციას მაშინვე თავიდან, იმიტომ რომ სხვა მსგავსი გამოცდილების ქვეყნებმა ეგ მალევე გააკეთეს, ანუ ქვეყნის მშენებლობა მაგით დაიწყეს, რომ ჯერ გავარკვიოთ სიმართლე. ბევრი მსჯელობა იყო სიმართლის გარკვევა გინდა იმისთვის, რომ ახალი ტერორი დაიწყო და დასაჯოს ხვები, თუ სიმართლის გარკვევა გინდა იმისთვის, რომ ახალი ფურცლიდან დაიწყო და თავი არ მოიტყუო როგორი ტიპის საზოგადოება გაქვს და რის აშენებას ცდილობდა. აქ გადაწყვიტეს, აქ იყო ესეთი არგუმენტი ყოფილა, ესეთი არგუმენტი, რომ იქ იმ სიებში და აგენტურაში თუ რაც იყო მაშინ, ოჯახის წევრები იყვნენ ზოგიერთი ადამიანის და საზოგადოებისთვის ძვირფასი სახეები და ეხლა ამას ხომ არ ვიტყვით, იმიტომ რომ ვიღაცებს ეწყინებათ, ვიღაცა ცუდად გახდება, განიცდის ხალხი, ჩამოიმსხრევა ეს დიდი სახელები და რაღაცეები და ეს არის ოფიციალური ახსნა ხოლმე მე რაც მესმის, მაგრამ წარმოიდგინე ხა შენ რომ უსმენ ხალხს, ანუ ამ არგუმენტის დაჯერება, ანუ ვინმე ელlis რომ ამას დაიჯერებ, იმიტომ რომ გეუბნებიან რომ ჩვენ სიმართლის თქმას ვამჯობინეს წყვილში ცხოვრება.
ან მე რა რომ ჩემი ოჯახის წევრი შეიძლება ნათესავიან ახლობელი ან საზოგადოებისთვის ძვირფასი ფიგურა ყოფილიყო, იქ ჩვენ ეგ ვამჯობინეთ, რომ არ გვეთქვა და მშვიდად გაგვეგრძელებინა ცხოვრება, მაგ ტიპის მშვიდობის შექმნა ცადეს. ეხლა მე არ ვიცი, კიდე სხვა არგუმენტი რა შეიძლება ყოფილიყო გარდა იმისა, რომ რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთ გადაცემაში, რომელიც ეძღვნებოდა ვარდების რევოლუციის 20 წელს, ერთ-ერთი ყოფილი პოლიტიკოსი ამბობს ეგეთ რაღაცას კითხეს. უფრო კონკრეტული რო ვიყო აჩიკო გულედან მაგითხა ამ ადამიანს, რომ მეო თქვენო გიჭერთ მოკლედ, რატო არ მიიღეთ ილუსტრაციის კანონი ამ ყოფილ პოლიტიკოს კითხა და ადამიანმა უპასუხა, რომ ჩვენო ფიქრობდითო, რომ მაგასო საჩვენოდ გამოვიყენებდითო. რამაც ისე შემზარა რომ უსმენდი. აი იმას რომ ხალხი ვინც ჩართული იყო თქვა ამ რაღაცა აგენტურულ ქსელებში თუ სიებში თუ რაღაცა მაგ ხალხსო საჩვენოდ გამოვიყენებდითო. ასეთი პასუხი ქონდა ამას და ისე შემზარა ამ პასუხმა რომ მივხვდი რომ საერთოდ იმ ადამიანებს თუ ესმით, რას ნიშნავს ეს, ანუ რა მე არ ვიცი, ან როგორ ახსნა ეგ ამბავი არ ვიცი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ დაგვიანებული არის დღეს ეგ ილუსტრაციის კანონი, მაგრამ არ არის არარელევანტური, ანუ დღესაც მნიშვნელოვანი არის მაგაზე საუბარი. მანც ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების გონი როგორ გამოჩნდება, რომ გაიგებს ამ სიმართლეს, რა მოთხოვნა იქნება საზოგადოებას. აი ეს ანუ მე რაც ვიცი, სადაც გააკეთე, სადაც მიიღეს ეს კანონი, ჯერ წინ უძღოდა ძალიან დიდი მსჯელობა, რისთვის გვინდა ეს დავსაჯოთ ვიღაცა, თუ ჩვენ გავარკვიოთ სიმართლე და ნახოთ რა განაპირობა, ანუ რა პირობებმა წაახალისა, ან ხელი შეუწყო, ან აიძულა ეს ადამიანები, რომ ასე ყოფილიყვნენ, რომ ეგ პირობები არასოდეს აღარ შეიქმნას. ანუ მე სახელითად დასჯის მოწინააღმდეგეც არა ვარ, მაგრამ აი პოლონეთში იყო მგონი, რომ აი ძალიან ალქაჯებზე ნადირობა გახდაო რა, რაღაც მომენტში რომ გასვარეს ყველა. იმიტომ რომ ეხა ერთია რომ შენ მართლა მაბეზღარა წერილს წერ რომ ვიღაცა ებრაელების განკვერცხილულობს და მეორე არის რომ თქვათ ისეთ სიტუაციაში ჩაგაგდო რეჟიმმა, რომ ან არ იყოს რაც იმაში წერია ცეკას და ჩეკას არქივებში ეგენი ხო სიმართლე არ არის არაფერი მაგ საქმეებს მოთხრობებს და ნოველებს ეძახდნენ, იმიტომ რომ შეთითხნილი იყო. და ძალიან საფრთხილო არის. მაგრამ ანუ ის რომ შეიძლება ერთი კიდე არის რომ სრულიად დაუსჯელობის შეგრძნება ხო აქვთ ახლა მაგის გამო. მეორეს მხრივ ალბათ ესეც საზოგადოებებში კიდე ის რისკი შეიძლება იდგეს, რომ ვინ როგორ გამოიყენებს მაგას დღეს პრობლემა ალბათ ეგ იქნება, რომ რევანშისტული მოტივები არ კონდეს მაგას. აი ვიღაცების პირადის ამიტომ ჯობდა, რომ როცა დაიწყო და მან დამოუკიდებლობის დასაწყისშივე გაკეთებული იყო ეგ მაშინ, როცა იწყებოდა. მაგრამ კიდე კეთი ის არ გონია, რომ ყოველდღიურად ბევრი პრობლემა გვაქვს სხვა, რომელიც უფრო ანუ გადარჩენაზე ვართ ხოლმე რა. ანუ ეხლაც აი ეგ რომ მოდი ვილაპარაკოთ რაღაც სამოქალაქო საზოგადოება როგორ ვიყოთ ჩართულები რაღაც კარგ რაღაცეებზე, მაგრამ მეორე მხარის არგუმენტიც მესმის, რომ ყოველთვის უფრო დიდი პრობლემა გვაქვს ხოლმე რა. ეგეც არის. ანუ ფიზიკური განადგურების, ეკონომიკური განადგურების, ომის, ჯანდაბის, ანუ არ გვაქვს იმის უფუნება, რომ ეგ რაღაცები ვაკეთოთ. და ისე ვიქუბრუნდები ალბათ შენ იმას, რომ ჯერ სანამ ის ეკონომიკური რაღაცები არ მოგვარდება, მანამდე ვერ ვილაპარაკებთ რაღაც სხვა ბონუსებს. ბოლომდე ვერ ვიზიარებ მაგ იმას ეხლა რა დღევანდელი გადმოსახედიდან, იმიტომ რომ ის რაც ეხლა საქართველოში ხდება, ეს არ არის მხოლოდ საქართველოში მიმდინარე ამბავი. სულ რო არ ვახსენოთ, რასაც ხშირად იყენებენ ხოლმე უკრაინა, ბელარუსი, რუსეთი და რაღაცეები, სერბეთშიც არის პროტესტი, მოლდოვაში იყო, უნგრეთში, რუმინეთში რაღაც ტალღები იყო. ამერიკაში, ანუ გერმანიაშიც უსაუბრობენ ეხლა ევროპაში მიმდინარე. რაღაც დიდი ტალღის ამბავი არის, რომელშიც საქართველოც ძალიან ჩვეულებრივად მონაწილეობს. საქართველო არასოდეს არ ყოფილა ამ რაღაცების ეპიცენტრში, მაგრამ არც განაპირას არ ყოფილა. გავლენა ყოველთვის ჰქონდა ამ ქვეყანას დიდი გლობალური პროცესების. პირველი რესპუბლიკის დამოუკიდებლობაც რაღაც დიდი ტალღის შედეგი იყო და საბჭოთა კავშირის ნგრევა და ეს რო დაინახო როგორც დიდი გლობალური პროცესის ნაწილი,
ყოველთვის იარსებებს გადაშენების რაღაცა განადგურების საფრთხე. მე მგონი აი ეს ხედვაც ძალიან მნიშვნელოვანი არის საკამათოდ, რომ ვისაუბროთ, რომ ეგ ყოველთვის იქნება. მაგრამ ფატალისტურად არ უნდა უყურო. ფატალისტურად არ უნდა უყურო და დრო უნდა დაიტოვო იმ საქმეების საფიქრებლად მოსაგვარებლად, რომელიც ეხლა არის შენი ყოველდღიურობის ნაწილი. თან ფუნდამენტურად ძალიან მნიშვნელოვანია, ხო, ძალიან ბევრ რაღაცაზე აისახება. ეგეთი, ანუ კი, ეხლა შეიძლება ამაც უთას ძალიან სიკვდილის სიცოცხლის საკითხი არის, მაგრამ შორ მანძილზე, შორ პერსპექტივაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისევ იგივეში არ ტრიალებდეს მარადიულად იგივე ერთი და იგივე პრობლემებს არ სპირალში, ხო, როგორ ვარ. ხო, ერთი და იგივე პრობლემები, 10 წუთის წინ რა პრობლემაც ქონდა, იმას არ აგვარებდე მარადიულად რა. რა ვქნათ? არა, ეგრე არ უნდა დასვაკითხო, მაკაცინცაძეს ვამ საუკეთესოდ. კარგი და გამოსავალი. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი პირველი მოთხოვნა, ცხადია პატიმრების გათავისუფლება და შემდეგ ახალი არჩევნები, ახალი არჩევნების დანიშვნის რწმენა თითქმის არ მაქვს ამ ცხოვრით. იმიტომ რომ მე მგონია, რომ მე ხა გამოგიტყდებით რაღაცაში და დავრეგისტრირდი დამკვირვებლობის იმაზე ტრენინგზე მივედი. მაგრამ აი იმენა პროგრამა ვერ ავითვისე თუ რაღაც არ ვიცი, ვერ ავყევი ამ იმას რა, მოკლედ რო გითხრათ, ვიყავი ამ ტრენინგზე, რაღაც ნოუთები ჩავიწერე. მაგრამ ბოლოს მაინც გადავიფიქრე. ზუსტად მოქმედებ შენს. ხო, ანუ გზაბავს. 2000-იანი უნდა შევინახო ლიფტისთვის. ბოლოს გადავიფიქრე, მოკლედ დამკვირვებლობა მაინც რა. იმიტომ რომ მივხვდი რაღაც, მაგრამ ეხლა რო ახალი არჩევნები დაინიშნოს, არ არსებობს რო ვარ ვთქვა. ანუ და კიდე ვინც საერთოდ აქამდე ტრენინგზე არ ყოფილა, იგენიც სწავლენ ალბათ და ანუ რავი მარნეულშიც ჩავლენ აქედან დამკვირვებლობად, ვისაც აქამდე ეშინა. ანუ იმის თქმა მინდა, რომ ეხლა რო ახალი არჩევნები ჩავლენ. ხო, იმიტომ რომ მარნეულში ჩასვლა ის არის რაღაც რისკს წევ ფაქტობრივად. ფიზიკური განადგურების რა, ანუ კომანდარი ხო ციხლით რო ტენინდა. ციხლით რო ტენინდა და ყოველთვის ძალიან პრობლემატური არის მარნეულის უბნები, იმიტომ რომ ძალიან ჩაჭერა ძალადობა აქვს რა. და ყურადღების ნაკლებობაც არის ხოლმე აქედან და უკვე პრაქტიკები. ხო და მაგის თქმა მინდა, რომ აი გამოსავალზე რო ფიქრობთ ხოლმე, ძალიან მინდა არჩევნებით გადავწყვიტოთ, მაგრამ ხვდები, რომ ბიძინის არანაირად არ აწყობს ახალი არჩევნები. იმიტომ რომ ვეღარ მოიგებს ფიზიკურად. იმიტომ რომ არც მოუგია და სწორედ იმის თქმა მინდა, რომ ვეღარ გააყალბებს ეგრე რა. თუ deep state-მა უთხრა რომ ხო, აი deep state-ი გადაწყვეტს, მაგრამ არ ვიცი, აი თქვენ გაქვთ მოლოდინი რომ ახალი არჩევნები დაინიშნება. მე შეკითხვა მაქვს სანამ მაგაზე. არჩევნები რო დაინიშნოს და მოვიდა ახალი კოალიციური ხელისუფლება. მაგათთან რა მოთხოვნები გაქვს, ეგეთ რამეზე გიფიქრია თუ შენთვისაც მან თავდება ჯერჯერობით, რომ ახალი არჩევნები დაინიშნოს. მაგათთან ალბათ იგივე მოთხოვნები მაქვს, რაც ოცნებასთან მქონდა ყველა წლის განმავლობაში რა. რაზეც სტატუსი დამიწერია Facebook-ზე ან საპროტესტო აქციაზე გამოსულვარ. ხო, ანუ არ ვიცი, შენ რემზე საუბრობდი, ზუსტად იგივე რაღაცები მაწუხებს მეც, რომ ეს ელემენტარული პირობები შეიქმნას, რომ ადამიანურად ვიცხოვროთ რა, ეხა სასამართლო, ტრანსპორტი და რავი, აი ჯერ რამდენი ალაპარაკეს აი ამ თემაზე, რომ სკოლებში საჭმელი იყოს, რა იგახსოვთ, ეგ ამბავიც როგორ დამთავრდა, ანუ რავი. მუშაობთ. ხო. მართლა ვერ ხვდები ეხლანდელი პოლიტიკური ელიტიდან ერთი ადამიანი მეგულებოდეს, ვინც იფიქრებს აი სამგორის მეტროსთან რომ ერთჯერად წებოს და ლიმონს ყიდის იმ კაცზე. ვარკეთილის მეტროს გარემონტებაზე. ანუ ვარკეთილის მეტროს გარემონტებაზე. მე ერთი კარგი რაღაცა, ნუ ისტორიულად ეგნატენიშვილი ვიზაც წერდა ხოლმე სუბალტერნებზე რომ ვისაუბრეთ, აი განკარგულებაში ხავს ერთი პერსონაჟი. რომელიც არის სრულიად ეს არის მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის გურია რა. ტერმინოლოგიასაც კი ვერ ამბობენ რა, კანონს ვერ კანონს ამბობს და ეკუციას, ეგზეკუციის ნაცვლად, ანუ სრულიად სხვა ვერ კონტაქტებიან ერთმანეთს.
და ეხლა ამ განკარგულებაში რა ხდება რომ ტიპი არის რაღაც ძალიან დაღლილი მოდის სახში და როგორი გაჭირვება იცი რომ მისი ქალიშვილი რომელიც არის სადაც 12-13 წლის რა როცა მოვა სტუმარი თუ რაც ტიპი რომ შემოვა დაიმალება იმიტომ რომ საკმარისი ტანსაცმელი არ აქვს რომ სხეული დაფაროს რა და პოტი გურის რკინიგზაზე მოსთხოვენ რომ მატარებელმა უნდა ჩაიაროსო და დადექიო რომ ის არ იყოსო რა საქონელმა არ გადაიაროსო და ნამუშევარი კიდე ამ იმაზე წავა იმიტომ რომ ვალდებულება ჰქონდა რომ რაღაცა შეგესრულებინა რა სამუშაო სახელმწიფოსთვის თუ რა ვიცი და ძალიან დაღლილია და მოდიო რელსებზეო თავს დავდებო დავიძინებო და გავიგებო რა ხმასო მატარებლისო და ნუ საბოლოოდ ისე ჩაეძინება და თავს აი პირდაპირ მნიშვნელობით მატარებელი წაწყვიტავს თავს ერთადერთი და არიან ესეთი ტიპები რა კაცია მუნჯაჯე გოგია უიშვილი გაუბედურებული ხალხი ვისაც საერთოდ ვისი ხმაც საერთოდ არ ისმის მაგრამ ერთი კარგი ის არის რომ მე აი ამ ადამიანებმა თქვა 9:05-ში ის რამდენიმე თვიანი კაზანტიპი მოიწყეს იქ 1905 წელს გამოაცხადეს რაღაცა გურიის მხნელ თესველთა რესპუბლიკა თუ რაღაც და მთელი ნუ გველაპარაკი ამაზე ასე თუ ისე ნუ ეს სოციალ-დემოკრატია და თვითონ ეგნატე ნინოშვილიც ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ტიპი იყო ამ მესამე დასელი სოციალ-დემოკრატებისთვის და ეგეთი ლეგენდა არსებობს რომ მის საფლავზე დაუფიციათ ამ ადამიანებს რომ რაღაცას შეცვლიდნენ რა. ხო და ნუ აქედან ნუ გურის ეგ კაზანტიპი კიდე იმითაც აიხსნება რომ ძალიან მოშორებული იყო ცენტრს და ასე შემდეგ და უფრო მარტივი იყო მან რაღაც ეგეთი რევოლუციური იმიტომ რომ რაღაცა პალიასტომი გაქვს ფოთზე პატარა შავი ზღვა გაქვს შუაში ბათუმამდე და ასე შემდეგ რა. ხო და ნუ კიდე შეიძლება სხვა ფაქტორებიც იყოს, მაგრამ რაღაცა უნდა შეიცვალოს რა, ნუ ჩვენ ხო ის გვაქვს რომ ამბოხის მერე რას ვაკეთებთ. პროტესტისადმი გვაქვს და აი ეხლა ჩვენ რო არ ვიცით რას მოუთხოვთ ტიპებს, კაი შევცო მერე ის მოგლეჯილი მოხარ ხო უნდა წავიღოთ სადღაც რა, ანუ მაგიტომ ახსენდება ეს ანეკდოტი და არ ვიცი აი რისხანების მტევნები მოვიტანეთ კიდე. მან მაგიდან ამოვიწერ წეღა მიწერდი რა. ესეთი ფრაზა არის მანდ. რატო ქვია რისხანების მტევნები. ესეთი ფრაზა არის რომ და მათი თვალებიდან მარცხი იმზირება, დამშეულთა თვალები რისხვას აკვესებენ. მათ სულებში მრისხანების მტევნები მძიმდება, მწიფდება და მოსავლის აღების დროს ელის. რცველი შორს აღარ არის. ამ პოზიტიურ ხო რა რთველი გვინდა რა ანუ ველოდებით რთველს ნუ ახლა ესეც სხვათა შორის იმაზე არის ანუ რაღაც პაპები მაროინდიელები და ხოცეს მამებმა-გველები და ესენი რომ ბანკებთან მარცხდებიან ანუ პროტესტი და ჩვენი მთავარი ის ხო ის იყო მაგის იმედი ხო ქონდა გაფიცვის და რატო ვერ გავიფიცეთ რომ გაუბედურებულია ხალხი ყველას ანუ ერთი კბილის დაბჟენა და ერთი ის კიდე რა ქვია ქორწილში რო დაგპატიჟონი მათ მეჯვარეთ და უკვე სესხის გამოტანა გჭირდება ხო ადამიანს მაგრამ გაფიცოს ცოტა მეტი ჭირდება კიდე ანუ ვიღაცა კოპირაიტერი და ვიღაცა გიდი და ვიღაცა სოციოლოგი რო არ იმუშავებს არაფერი არ ეთყობა ქვეყანა ლალი მოროშკი და როგორც თქვა რაო პური აღარ ცხებაო და ეს რაღაცა მატარებელი აღარ დადისო ხო და მე ის ირაკლას ველაპარაკებოდი ისევ რომ მეთქი ანუ ხო უნდა მიხვდნენ ანუ რატო ვერ ხვდებიან რომ რამხელა ძალა აქვს მეთქი რა ორი დღე არ გამოვრავ ერთი კვირა არ გამოვიდეს დასუფთავების სამსახური და всё ანუ მილი ყველა მსოფლიოში ყველა მსახიობი რომ გაიფიცოს იმ ხელა შედეგი არ იქნება რაც სამოხ დაექვს ჩვენთან მეზოვები რომ გაიფიცნენ და ხარდა გდანში ვერ გაივლედნენ გამახსენა ხომ ეს არ მოხდა მე მახსოვს მე მგონი რაღაც ეგრე 5-6 დღე იყო მეტროს მემანქანეები რომ გაიფიცნენ და როგორი დაუნდობელი იყო ხალხი აი მაშინ პირველად მივხვდი რომ სოლიდარობა გვაქვს 0 და კალაძის პირველი ჩეპე იყო მე მგონი მე რაც მახსოვს რომ ძალიან ცუდად გაართვა თავი მაშინ მივხვდი რომ ეგი ნაციონალი ხო არა მეთქი ანუ პირველად დავფიქრდი მაგ ტიპზე რა მე ანუ ხო უნდა მივხვდნენ მეთქი რომ რამხელა ძალაუფლება აქვთ რა და სწორად თუ გამოიყენებენ განა იმაზე ვამბობ რომ ეს მთავრობა გადააგდო ანუ ხო ვიცით რა პირობებში მუშაობენ ხო? ანუ თუნდაც ის ვინც პურს აცხობს, თუნდაც რა
მდგომარეობაში აქვს ერთხელ შემთხვევით დედაენის პარკში მეტროს მე მანქანებთან ერთად დავლიეთ და მაშინ გველაპარაკა აი მე ხედველობის მართლა? ხო ვაუ, როდის? ვიღაც დაბადების დღე იყო და ოკეი. ხო და რა გითხრეს? თვალების პრობლემა როგორ აქვს, რა პირობებში არიან. ახალგაზრდა ბიჭი იყო, რაც ჩვენ ხელა იქნებოდა ოდნა უფროს. და რატო ვერ ხვდებიან რომ ძალაუფლება აქვს, რაც უნდა მოითხოვონ და ხო, მაგის მიღმა არ ვიცი, მაგრამ მაგის მიღმა პროფკავშირს დიდი პრობლემა აქვს დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე დაწყებული, იმიტომ რომ პირველი პროფკავშირმა გამოაცხადა დამოუკიდებლობა, საბჭოთა პროფკავშირიდან გამოვიდა და თქვა რომ ჩვენ ვართ ახლა დამოუკიდებელი პროფკავშირი. და მე მთელი პრობლემები იყო, მაგრამ დაახლოებით 20 წლის მანძილზე დამოუკიდებელ საქართველოში პროფკავშირების ისტორიას, აი თვალი რო გადაავლო, იმხელა რესურსი ქონდა მაგ ინსტიტუტს საქართველოში თავისი მშრომელებით, ხო, 2 მილიონამდე ადამიანი იყო დაახლოებით პროფკავშირში გაწევრიანებული და ქონება ქონდა უამრავი, უძრავი და რესურსები. და მიდიოდა პირდაპირ გაგებით ფიზიკური დაპირისპირება თანამდებობისთვის. ეს არ არის რაღაც ჩემი მოგონილი ამბები, ანუ ამაზე ბევრი წერს და თან ეს პოდკასტი შეგიძლია ჭორებით მოყვა. ხო, ნუ ჭორები არ ვიცი, ხა ჭორები ისე სხვა შორის არის ჭორების რაღაც მეთოდოლოგია, ჭორების შესწავლის თუ რაღაც არ ვიცი როგორ შვებიან, მაგრამ იმის თქმა მინდა რომ პროფკავშირს ქონდა სულ პრობლემა, რომ დამოუკიდებელ საქართველოში ვერ იპოვა თავისი როლი და ფუნქცია, რომ აი ამ თავისუფალი ბაზრის თუ რაღაცის პირობებში შრომელების დახმარება, ან გვერდით დასაქმებულების გვერდით ყოფილიყო, უმუშევრების გვერდით ყოფილიყო და პირველი 2 ათწლეული დაახლოებით გაატარა ვინ დაждდებოდა, ვინ იქნებოდა თავარი ამ პროფკავშირში და რაღაც ფიზიკური დაპირისპირებებზეც არის საუბარი, ანუ ბევრი ყვება ამას ვინც იყო მაგ პროცესში მონაწილე და მაგის შემდეგ იყო რომ თუ საბჭოთა პერიოდში პარტიის დანამატად აღიქმებოდა დღესაც ხანდახან ისეთი ნეიტრალური პოზიცია აქვს ხოლმე ხან წინასაარჩევნოდ გამოვიდა ეხა ამბობდნენ ამ რომელიღაც ტელევიზიაზე პროფკავშირის ხელმძღვანელი რაღაც მართველი პარტიის სასარგებლოდ ისაუბრა, ნუ რაღაც ირიბად, მაგრამ მაინც მე იმის თქმა მინდა რომ პროფკავშირმა ის ფუნქცია პროფკავშირმა ის ფუნქცია იყო, რომ თუ ვინმეს დასაქმებულის შრომითი უფლებები დაირღვევა, აი ჩვენ ამას უსასყიდლოდ სასამართლოში წავიღებთ და სამართლებრივ რაღაცა მსვლელობას მივცემთ. მაშინ როცა პროფკავშირის ფუნქცია არის სულ სხვა რაღაცა, მაგას იურისტი, ადვოკატი ან არასამთავრობო ორგანიზაცია თავისუფლად გააკეთებს და პროფკავშირი არის პოლიტიკური ფუნქციის მქონე, რომელიც დასაქმებულებს, მშრომელებს და უმუშევრებს ეხმარება მობილიზებაში, რომ მათ კონდეთ თავიანთი პოლიტიკური ზონა საზოგადოებაში, რომ როცა რაღაცას მოითხოვენ, მათ სიტყვა იყოს ფასეული. ამის გამო გაჩნდა ახალი პროფკავშირები და მათ რესურსი არ აქვს სამწუხაროდ, მაგრამ მედია რაღაცაში გადაიზრდება და ჩამოყალიბდებიან უფრო გავლენის მქონე ჯგუფებად. ანუ რო არსებობს აქ რაღაც ალბათ, მაგრამ ჩვენთან არაფერი, იმიტომ რომ რესურსი არ აქვს. თუ ნება არ აქვს. ნების არქონაზე უფრო არის. ანუ ხა შენ თუ იმას ამბობ, რომ ეხა ეს დებილური კითხვა ბოდიში ვიხდი, ან პროფკავშირის ტიპი რომ სამთავრობო რაღაცებს ამბობს, ეგ რამდენად ნორმალურია, ეგ ნორმალურ ქვეყანაში. არ არის ნორმალური. ამიტოა ბევრი შეკითხვა და ამიტოა ეჭვი, რომ ის დასაქმებულების ინტერესებს და უფლებების დამცველი კი არ არის, რაღაცა სხვა შენაკადებიც აქვს. და რა ანუ მე რო ჭორი მოვყევში. Yes. რა ვიცი. კარგი, გამოსავალი არ ვიცი, მაგრამ მე პირადად ისევ ეს უბედური იმედი მაქვს. მე გამოსავალი არ ვიცი, მაგრამ მაქვს იმედი. გამოსავალი ყოველთვის არსებობს. ხო, უბრალოდ ეგ გამოსავალი შეიძლება არ იყოს ის, რაც ყველას გვენდომებოდა რომ ყოფილიყო. ხო, აი ზუსტად იქ ბრუნდები, რომ არჩევნები ძალიან მინდა, მაგრამ ალბათ არ იქნება და სხვა რაღაცით მოვაგვარებთ ამ. რაც იქნება და რა რესურსიც არის იმის ფარგლებში ბოლომდე ჩვენი მოქალაქეობრივი მე ესე ვხედავ ჩემ პირად ჩემი ინდივიდუალური გამოსავალი ეგ არის რომ მე სადაც ვიქნები და რაც შემიძლია ეგ უნდა გავაკეთო კარგად ბოლომდე და ეგ სხვა შორის გავიაზრე ძალიან მაგრად იცის რაღაც არჩევნების პასუხების გამოცხადებიდან 28 ნოემბრამდე რო აპათიური ეს
შესვენება გქონდა ხო გახსოვთ? ეგ მე ვიყავი. ჰა? ჩაწოლილი რო ვიყავი. მეც ჩავწექი რაღაც პერიოდი, კატასტროფა იყო და ერთ-ერთი ის თავისუფლების მოედანი არის კოალიცია, რომელიც მე ლელს შეუერთა და მაგათმა ცალკე დანიშნეს მზიურის პარკში რაღაც შეხვედრა. აი ჩვეულებრივ ყველა შეეძლო მისვლა და ყველა შეეძლო ლაპარაკი. და ზოგადად ეგ ფორმატი ძალიან მომეწონა და აი შენ რო ამბობდი რომ რაღაც ფილარმონიაში შეხვდნენ და ანუ ძალიან კაი არა ყველას რო შეუძლია მოსვლა ადგომა ხელისაწევით მართლა აზრის გამოთქვა მერე კამათი ეგეთი რაღაცის შემწრე და მონაწილე აქამდე არ ვიყავი და ძალიან მომეწონა მაგრამ რაც უფრო მეტად მომეწონა და რა დაკვირვებაც მქონდა უფრო სწორედ და მე რაც მომეწონა ის ხო რომ რაღაცა იდეები ხო ჟღერდებოდა რომ მოდი აი ავტობუსებში წავიკითხოთ მანიფესტები თქვათ აი ძალიან სიტყვაზე ვამბობ და ყველას ქონდა მე აი ეს მზერა მიმართული ამ კაცისკენ ვინც სპიკერი იყო თავისუფლების მოედნის რომ ვიზამთ მაგას რო სად მოგწერთ ან როგორ და ეს კაცი ომნებოდა რომ არა აი ხო შენი იდეა არის შენ თვითონ ქენი ეგ შენ თვითონ დაინიცირე აი ხლა აქ ხართ ადამიანები მიდი შენ გვერდზე მჯდომთან რაღაცა უთხარი რომ მოდი ეს გავაკეთოთ თუ დაგთანხმდება წადით ერთად გააკეთეთ თუ არა რავი სხვა მოძებნე და მართლა მე რამდენიმე დღეში 2 თუ 3 დღეში აი ეგ კონკრეტული რაღაცა ვიღაცამ გააკეთა ეგრე ოღონდ რომ არავის ამ თავისუფლების მოედანს ახლა იქ შეიძლება დაეწყოთ რომ თქვენ ხო ლელო გიდგათ უკან და დაგვაფინანსეთ რომ უფრო ისე გავაკეთოთ ორგანიზებულად მაგრამ ამათ ეგ მიდგომა ქონათ რომ აი აქ მოვედით უბრალოდ სალაპარაკოდ და ყველამ ჩვენი ინდივიდუალური პასუხისმგებლობა ავიღოთ მაგრამ აი ჩვენი ეს იმპულსური რეაქცია და ჩემიც მათ შორის ეგ იყო რომ ამ კაც უყურებდი რომ და გამიშვიაბა რამე მიმართულებით რა და მე მგონი მაგას უნდა მივეჩვიოთ რა აი მე ესე და ესე ვფიქრობ და მე თვითონ ვიზამ ამას რა და ძალიან მე ჩემთვის ჯერ კიდევ ზრდი მაგონის ეს ბოლომდე არ არის ეგ გაზრდილი მაგრამ ხები რასაც ანუ შენ როგორც მოქალაქე რო იყო კარგ ფორმაში რა როგორც მოგპასუხისმგებ ლობი შექმნა კონდეს ეს მაგრამ მე ის პრობლემა მაქვს ხა მე ცოტა უფრო არ ვიცი შენ რო დაიწყე ლაპარაკი ის ფრაზა გამახსენდა ახსნა არსებობს მაგრამ არა ჩვენთვისო ეხლა რო ვიღაცების Facebook სტატუსებს გითხულობთ ან გამოსვლა მოგწონს ან რაღაცა მანდედან რაღაც ნაწილი აუცილებლად გამოვა თავის კომფორტის ზონიდან და წავა პოლიტიკაში მე ესე მგონია რა სევდენი ნაწილი უბრალოდ ის არის რომ აი შეიძლება საერთოდ არ უნდოდა იმ ადამიანს პოლიტიკოსობა მაგრამ აიძულებს ეს მდგომარეობა რომ წავიდეს პოლიტიკაში ვიღაც რეჟისორს მაგალითად რომელმაც რამდენიმე კარგი სიტყვა თქვა და ეხა ნელ-ნელა აღმოაჩინა საკუთარ თავში რომ თურმე შეუძლია პოლიტიკურ პროცესში ჩართვა და შექმნის ან რამე პარტიას ან კოალიციას შეუერთდება ხო და აი სამწუხაროდ საქართველოში ის მომენტი აღარც ერთ ახალგაზრდას არ აქვს რომ მე რო გავიზრდები ის პრეზიდენტი მინდა გამოვიდე ან რაღაცა პოლიტიკაში მინდა ელჩი მინდა ვიყო ანუ ძალიან რეპუტაცია აქვს შელახული ამ პროფესიას და ადამიანები ეხლა აი ამ პროცესების შემდეგ წავლენ უბრალოდ იმიტომ რომ აბა ვინ წავა სხვა მე თუ არა მე შეიძლება ვერ გამოვიდე ამ ჩემი კომფორტის ზონიდან შენ შეიძლება ვერ გამოხვიდე მე რო გამოვიდე თან ძალიან გროტესკული იქნება კიდევ უფრო უკრაინულ იმას ანუ კომიკოსებმა თავი უნდა შევიკავოთ პოლიტიკაში წასვლიდან იმიტომ რომ ისედაც ანტიმაიდანი არსებობს უკვე და რაღაცა მაგრამ ძალიან ბევრი ისეთი ადამიანი ვინც არ გეგმავდა მაგას ეგრე იყო შეგევარაც მოტოციკლეტისტის დღიური წავიკითხე და მოგზაურობენ რაცა სამხრეთ ამერიკაში მეგობართან ერთად მოტოციკლი ყავთ თვალიერებენ და ნუ ლეპროლოგი არის ერთი ბიოლოგია ესე ქიმია და მე რაღაცებს ნახულობენ იქ და ოცნება ქონდა რომ ესეთი სამუშაო ადგილი მქონდესო ღიაო ესე ხედს უყურებდეო სიჩუმეშო და ნუ მე იმით ამთავრებს რომ განმათავისუფლებელ მოძრაობაში ჩაერთვება საბოლოოდ იმდენ უსამართლობას ნახავს შენ რაც თქვი ხა რომ ხო ექიმი იყო ლეპროლოგიაც კეთროვანებს და ნუ ერთი ხიფათი მანდის არის რომ ეს ცხოვრება რომელიც მშვიდი ცხოვრება რომელიც უნდოდა და იდეალად ქონდა მე ამ უსამართლობას ნახავს მე მიხვდება რომ ვერსად ვერაზროს ვერ გაჩერდება და არც ცდილობს რომ სადმე გაჩერდეს იმიტომ რომ არ უნდა რომ რაღაცა ბოლომდე დარჩეს იმიტომ რომ შეუყვარდება ეს ადგილი და მაშინ სხვაგან ვეღარ წავა და ეს ბობოქარი ცხოვრება აქვს კუბაში მოხდება მე საბოლოოდ ისე მთავრდება რომ ბოლივიის ტყეში მოკლავენ ამერიკელი იმპერიალისტების ბრძანების გამო
ხო, ანუ კი, მე ახლა შეეცხვი ბევრი დაფიქსირება მაგაზე, მაგრამ რამდენად ბინძური, რთული და გეოპოლიტიკის განსხვავებებით სახიფათოც არის ეგ გზა. რავი. არსებული პოლიტიკოსები რო აი ძალიან მომწონს აი რო არსებული პოლიტიკოსი არც გაგვახსენდა, გვინდა რომ ვიღაცა გამოჩდეს, გამოიჩეკოს. არა, ხო და მე ეგეც ანუ პროტესტი, გეგონება პროტესტი კი კვერცხი დავდეთ, სადაც სველოდებით რომ ეხა გამოიჩეკება ვინმე დავით ახლა. გამოიჩეკება, ერთი არა. კოალიციური მთავრობა რა. ქუჩა ვიღაცებს ძალიან უხარიათ ეს ქუჩის ძალიან მაგარია, მაგრამ არაც არასერიოზული არ გონია, რაღაც მეტი არ არის საჭირო. არასერიოზული საერთოდ არ არის, მაგრამ პროტესტი არ არის საკმარისი მაგაზე. სულ საუბრობ ხოლმე ეს დღეები და არ ცოტა ის მაქვს ხოლმე რომ გარედან ძალიან ზედმეტად არ ჩანდეს ახლა ჩემგან ეგ თქმა რომ პროტესტი ეს არ არის საკმარისი, მაგრამ ალბათ გასაფხულისკენ მაინც დადგება ეგ ამბავი საკითხი რომ მარტო ქუჩაში დგომა არ არის sakmarisi. მიუხედავად იმისა რომ ქუჩა დიდ გავლენას ახდენს. არავინ არ უარყოფს იქ დგავართ, გიჟები ხო არა ვართ, ანუ უბრალოდ რაღაც მეტი არის მეტი რა, სადღაც წაღება არის ამ პროტესტის მგონი საჭირო, როგორ ხდება. მე მგონია რომ პოლიტიკური ფორმა უნდა მიეცეს მაგ პროტესტს. ანუ და მან შემოდის სალომე ზურაბიშვილის ფიგურა ჩემთვის. რომ პოლიტიკური გახდეს კი არა და მაგან აქცია ეს ყველაფერი პოლიტიკურად. ბევრმა, მაგრამ სალომემ ძალიან დიდი როლი ითამაშა და მაგრამ სხვა ვინ გახსენდება. მთელი ამ პროცესის ხიბლი ხო ეგ არის, რომ ბევრი სხვადასხვა პოლუსი შეიქმნა, სადაც იქ ხალხია, იქ პროფესიული ჯგუფებია, იქ კუთხეების ხალხი არის, რომელიც ასევე დიდი პოტენციალი აქვს, რომ რეგიონული პოლიტიკის განვითარებაზე მოხდეს საუბრის დაწყება. კი, ეგ ჩანდა ძალიან კარგად ტრანსპარენტებზეც ეწერა და ერთადერთი მე მაგის გამო მომხიბლა მაგ პროტესტმა გარდა იმ იუმორისა, რაც ჰქონდათ, რომ რეგიონულ პოლიტიკაზე შეიძლება საუბარი მესხები რო გამოჩნდნენ, საერთოდ ბოლოს ნიუსში როდის იყო, საინფორმაციოში როდის იყო მესხები. სიტყვი. ხო, გამოასწორე და არც არის. ხო და მაგ ეგ პოტენციალი აქვს. სალომე ზურაბიშვილი თავის მხრივ ხო, პრეზიდენტი, რომელმაც თავისი კონტაქტები გამოიყენა ხო, წინა ცხოვრებიდან თუ საიდან და მაკრონი ყავს close friend-ებში Instagram-ში. ხო, ანუ მობილურზე ურეკავს თუ რაღაცა ეგეთი. და ეს რაღაც პატარა ახალი ჯგუფ პარტიები, რომლებსაც შედარებით უფრო მეტი ნდობა გააჩნიათ მცირე ჯგუფების, იმიტომ რომ არ იცნობს ხალხი ხალ ფართო საზოგადოება, მაგრამ ნდობა რაღაც გაგებით არის და ეხლა რა მაგალითიც მოიყვანე მზიურის პარკიდან რაღაც ცოტა სხვა ტიპის მიდგომას აჩვენებს, რაც კარგია ძალიან. ანუ ბევრი პოლუსია თქო და ეს კარგია, მაგისი თქმა მინდა რომ ანუ შეგვიძლია პროტესტი წავიღოთ სადმე. სადღაც ფორმის შეძენა. ანუ იმედოდ არ ვართ, ანუ არა, მე პროცესის მწამს. იმედით თუ უიმედოდ. ყოველთვის რაც საჭიროა, იმას ვაკეთებთ ჩემი აზრით. ხო, ყოველთვის უნდა გავაკეთოთ ეგ. და ანუ რომც არ გავაკეთოთ, გარემოებები გვაიძულებს, რომ მოვერგოთ. ხო და ეხა ჩვენი დრო ამოიწურა და რადგან პოზიტიურმა ნიომაც დაუბერა ჩვენ სტუდიაში, მე კიდევ ერთხელ მინდა შენ რომ თუ დისკომფორტს არ იგრძნობ, წაიკითხო მრისხანების სტევნების ციტატა და მაგით დავასრულოთ. ჩვენი სტუმარი იყო ქეთი სართანია. დიდი მადლობა ქეთი, რომ მოხვედი ჩვენთან. მადლობა რომ დამბატიჭეთ. შემდეგ სტუმრობაზე იმედია უკვე ვისაუბრებთ როგორ გავაგებინოთ ჩვენი ხმა უკვე კოალიციურ მთავრობას. მიდია რომ გაიგებენ, მაგრამ გავაგებენ. და ეხლა კი ჯონ სტაინბეკის ციტატა ანას შესრულებით. აი. დამათი თვალებიდან მარცხი იმზირება, დამშეულთა თვალები რისხვას აკვესებენ, მათ სულებში მრისხანების მტევნები მძიმდება, წიფდება და მოსავლის აღების დროს ელის. რთველი შორს აღარ არის. მადლობა. მადლობა კეთ. მადლობა. ოკეი. აი. აუ დაგვითვალე დებილობები.